როგორ ვისწავლოთ არასთქმა? არ არის აუცილებელი ყველას მოწონდა. არ არის აუცილებელი იყო, როგორ გითხრა, კაი ტიპი. არასთმის დისციპლინა. აი, ძალიან მაგარი ფრაზაა, მე თუ მკითხავ რა. ულევი რესურსი არავის არ გვაქვს. თუ ცხოვრებაში დადგები არჩევანის წინაშე ეს თუ ის, დაფიქრდი, იქნებ შესაძლებელი ეს და ის და არა თუ. მაინც და მაინც ის რომ ვიღაცა დირექტორია აბსოლუტურად არ ნიშნავს რომ მართალია. სანამ არ მოგხვდება, მაგას ვერ ხვდები რომ უძლეველი არ ხარ. თუ გონია რომ ყველას ჩვენი ხარ ოთახში, ხო იცი? წადი სხვა ოთახში გადადიო რა. ილია, სანამ დავიწყებთ, სანამ კითხვით გადმოვალ, მინდა გაგიმასპინძლდე ნამირვას წყლით, გაფილტრული წყლით. დაგეხმარება კითხვაზე პასუხის გაცემაში. რამოდენიმე წლის წინ ინტელექტუალურ შოუში რასად როდის თამაში გქონდა და გუნდის კაპიტანმა დოლორაზე მოვიდა სუპერბლიცი, გუნდის კაპიტანმა აგირჩია სუპერბლიცის სათამაშოდ. თან იმ მომენტში იყო უკვე ზედიზედ მეორე სუპერბლიცი იყო, რომელიც მოგიწია რომ გეთამაშა. და კითხვები იყო ბერნარ შოუს თემატიკაზე, ბერნარ შოუს აფორიზმები, ასე ვთქვათ რა. პირველ ორ კითხვას ესე ეგრევე უპასუხე, გეტყობოდა რომ აი რაღაც ძალიან თავდაჯერებით უპასუხე. და მესამე კითხვა და მესამე კითხვისთვის დაგჭირდა ასე ვთქვათ ფიქრი, დრო და ასევე გეტყობოდა რომ ასე პასუხი მზა ცოდნა, პასუხისა არ ქონდა. კითხვას შეგახსენებ, იმიტომ რომ ერთი ძალიან მომეწონა კითხვა, პასუხიც და ამიტომ შეგახსენებ, მაყურებელსაც ალბათ მოეწონება. კითხვა ასე ჟღერდა. ბერნარ შოუ ამბობს, რომ ეს არის თქვენს თავზე ჩამოკიდებული საჰაერო ბუშტი, სანამას მიშტერები ხართ, სხვები ჯიბეებს გიცარიელებენ. და კითხვა იყო, რას გულისხმობდა ბერნარ შოუ. ეხლა მე მაქვს ორი კითხვა რა. გახსოვს ეს ეპიზოდი, ეს მომენტი, ეგ ერთი და შენ ამ კითხვას გაეცი სწორი პასუხი, მიუხედავად იმისა, რომ წამყვანი ჩაგეკითხა, დარწმუნებული ხარ, რომ ამ პასუხის გაცემა გინდა, მიუხედავად იმისა, რომ თავისთავად სუპერბლიცისთვის დამახასიათებელი საოცრად დაძაბული სიტუაცია იყო, მიუხედავად იმისა, რომ სულ 20 წამი ქონდა ამის მოსაფიქრებლად, ხო და მე მაინტერესებს რანაირად მიიღე გადაწყვეტილება, რომ ეს პასუხი გაგეცა ამ კითხვაზე, თან თუ გახსოვს, აცი პასუხი შეგიძლია გითხრა. კი, მახსოვს, მადლობა, კაი ისტორია გამახსენე, რომელიც წელი იყო, არ მახსოვს. ეგ მეცადე და საინტერესო სიტუაციაში ჩავარდი მანდ. პასუხი იყო საკმაოდ არაინტუიციური, ერთადერთი რაც იყო მინიშნება, რომ პოლიტიკურ სისტემაზე გეკითხებიან, ხო? რა ტიპის პოლიტიკურ სისტემაზე და ხა პოლიტიკურ სისტემები ბუნებრივია ბევრი გვაქვს, ხო? დაწყებული რა ტირანით, ოლიგარქით, ავტოკრატით, დემოკრატით, თეოკრატით და ასე შემდეგ. ბევრმა გაიელვა თვალში და ბოლოს დემოკრატია ავირჩია. რაც არაინტუიციურად ცოტა გაუგებარი იყო, რატომ? მაგრამ იქ ორ რაღაცაზე გავამახვილე ყურადღება. უფრო ლოგიკურად თითქოს თეოკრატია, რაღაცაზე მოტივირებული მამა მარშენალი და ასე შემდეგ და ამ დროს სინამდვილეში გამოსცემდა რომ ბერნარ შოუ მაინც ძალიან ისეთი ცინიკოსი იყო, მაინც და მაინც არ იყო ესეთი იდეალისტი ადამიანი და მეთქი მოდი დემოკრატია იყოს, იმიტომ რომ იდეაში იქაც რაღაც იდეალებზე ფიქრობ, ბუნებრივია. და ამ დროს რა ვიცი გადასახადებს იხდიდა, მოდი ესე რა ვთქვა. და უფრო აი ესე შევხედე რა, განსხვავებული იყო. ანუ მიმაღებინა ორმა რამემ. ერთი რაღაც ლოგიკა მქონდა ამ გადაწყვეტილებაში და მეორე უფრო კონტექსტ შევხედე რა. ანუ შოუ რა სიტყოდა თქო, ესე დავფიქრდი უკვე ამაზე, რომ გამომდინარე იქიდან რომ განსხვავებული იუმორის და როგორ გითხრა, მსოფლმხედველობის ადამიანი იყო ვიდრე სტანდარტული. ნამდვილად ბეჭდავი იყო კითხვას პასუხის და ფაქტია, რომ შენმა ლოგიკა მიმუშავა, პასუხი სწორი იყო და ზედიზედ მეორე სუპერბლიცის ქულა აიღე. ასე რომ ვერაფერს ვერ იტყვი.
მეც მომეწონა ეგ პასუხი რომ არ ვიცოდი არ მქონდა ნახე ეგ ეპიზოდი და ამ მომზადების დროს რო წავიკითხე მეთქი რა საინტერესო მაინტერესებდა რა ლოგიკა ეხა მივხვდი რა ამ ბერნარ შოუს კონტექსტში რო ჩამოვაყალიბ ეხა ჩემთვისაც გასაგები გახდა რატო იტყო და მაგას დემოკრატიაზე საინტერესოა მოდი ეხა მოკლე გაცნობას გავაკეთებ მოკლედ IT ტექნოლოგიებსა სტრატეგიის სფეროში გაქვს 20 წლიანი გამოცდილება მუშაობს. ამჟამად ხარ კრისტალის გენერალური დირექტორი და შენი თაოსნობით გახდა თავის დროზე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია იყო და გახდა მიკრობანკი. მაგის გარდა შენ ხარ პროექტების მართვის ინსტიტუტის PMI ჯორჯიას არჩეული პრეზიდენტი, მეორე მე მგონი ხო თუ რაღაც ეგეთი. ვიყავი, ახლა უკვე აღარა ვარ, მე მეორე ვიყავი. მეორე არჩეული პრეზიდენტი და ნუ ინტელექტ კლუბის ასადროდის მოაზროვნე ხარ. მე რატოღაც შენ მიგაწერე რომ ბროლის ბლუს ფლობელი ხარ თქო, რატო არასდროს მახსოვს თუ ხარ ბროლის ბლუს ვარ. აი ოღონდ ეგეც დიდი ხნის ამბავია. შენი ბრალია რომ ამომაგებინე. ეხლა ნახე მე მახსოვდა რომ ანუ იმ დონეზე მახსოვდა რომ შენ ბროლის ბლუ გაქვს რომ წინა ჩაწერაზე რომ გავდიოდით და რომ კითხა პატრიცემულმა ნიკოლოზმა ვინ არის შემდეგიო მე არ ვიცი ქართული ვარიანტი ამ სიტყვის მაგრამ ვიმარიაჟე რომ ბროლის ბლუს ფლობელი მოაზროვნე ყავს მეთქი და მე რომ ვამზადებდით ასე ვთქვათ ბექგრაუნდს რომ ვამზადებდით დღევანდელი ეპიზოდისთვის მე ვერ მოვძებნე მაგის დასტური ინტერნეტ სივრცეში ჩემდა გასაოცრად ამიტომ ლევანს უთხარი რომ მოდი მეთქე ამაზე თავი შევიკავოთ ამ კიცებას თქო და აგებ შვენიერი გამოსავალი მოძებმა ლევანმა პირდაპირ კითხე. ხო ძალიან კაი. ხო და დღეს გვინდა რომ ვისაუბროთ შენ გვირჩიე ეგეთი წიგნი decisive ქვია, ქართულად გავავთარგმნე გადამწყვეტი, არ ვიცი რამდენად სწორად გავავთარგმნე. და ამ ეპიზოდის მიზანია რომ გავარკვიოთ როგორ მიიღება გადაწყვეტილებები განსაკუთრებით რთულ მომენტებში. და ასევე გვაინტერესებს პროექტების მართვაზეც რაღაცები, იმიტომ რომ მანდაც მგონია რომ გადაწყვეტილების მიღების ბევრი ეტაპი არის, რაც პროექტს ან წარმატებულს გახდეს, ან წარუმატებელს. და ამ წიგნში, ძირითადად რო წიგნში არ გადავიდეთ, უბრალოდ მომეწონა ეს 4 რაღაცა მტერი დაასახელა ავტორმა რა. ეს არის ვიწრო ჩარჩო, ან როდესაც ადამიანები ავიწროებენ თვალსაწიერს და ხშირ შემთხვევაში შეიძლება დავიდენ ან ეს არჩევანზე. მეორე დადასტურების მიკერძოება, რომელიც არის რომ შენ რაღაცა მოგწონს რაღაცა გადაწყვეტილება და მე გარშემო ეძებ ყველაფერს რომელიც ადასტურებს რომ ეს გადაწყვეტილება კარგია მოკლევადი ემოცია იმიტომ რომ ემოციური არსებები ვართ და შეიძლება მოკლევადაში რაღაცა წაგვიღოს ასე ვთქვათ იქითკენ ემოციამ გადაგვიტანოს და შეიძლება ეგ შესაძლოა ჯამში შეცდომა აღმოჩნდეს და მეორე გადამეტებული თვითრწმენა რომელიც რაღაცნაირად ცოტა ფაქიბუქში გადავდივარ და ამ გადამეტებულმა თვითრწმენამ შეიძლება რაღაც დონეზე შიხში გეუყაროს ეხლა რატო გავაკეთე ამ ხელა კონტექსტი და შესავალი რა ანუ როგორც CEO ადამიანი რომელმაც მიკროსაფინანსო ორგანიზაცია მიკრობანკად გახადე 20 წელი IT სფეროში და სტრატეგიაში ნამუშევარმა და პლუს კიდე მოაზროვნე რომელსაც სუქრონიკულად გადაწყვეტილებების მიღება გიწევს და არჩევანის გაკეთება შენი გამოცდილებით ამადგან აი ამ 4-ისგან რომელი არის ყველაზე სახიფათო ტერი და შენ როგორ იცავ თავს მაგტრისგან 4-ვე ძალიან სახიფათოა გადაგეთანხმები. ჩემთვის მაინც ნომერი 1 არის, ხო? ეს არის ვიწრო, ჩარჩო, ანუ თუ არ აკეთებ იდეის შეფასებას, ან გადაწყვეტილების შეფასებას, ბევრი განსხვავებული, ასე რომ ვთქვათ, ხარიდან, ხო? სხვა პრიზმებიდან, მათ შორის არა მარტო ის, რომ მე რას ვიზავდი, მე რას გადავწყვეტდი, არამედ ახლა გუნდთან ერთად მოდი დაველაპარაკოთ, გავაკრიტიკოთ იდეები, სხვადასხვა ოფციები შევინარჩუნოთ, იქ უკვე ყველაფერი ჩაკეტილი გაქვს ჩათვალე რა. ანუ თუ გადაწყვეტილება არის მხოლოდ კი, არა, 0-1, დავაინვესტირო, არ დავაინვესტირო, რა ვიცი, ავიყვანო თანამშრომელი, არ ავიყვანო თანამშრომელი, ეს კონტრაქტორი ავიყვანო თუ ის კონტრაქტორი, ხო, აი მანდ უკვე ნებისმიერ სხვა რამე გაჩერებულია ჩათვალე რა. შეიძლება იყო ზედმეტად თავდაჯერებული, შეიძლება უკვე იყო, როგორ გითხრა, ემოციებზეც, ეს ყველაფერი უკვე ისე ზიანს არ მოგიტანს. ანუ პირობითად შენ თუ მხოლოდ ერთი ოფცია გაქვს, ან ორი ოფცია, ხო, იქ უკვე არ აქვს მნიშვნელობა არაფერს სხვას რა. ჩემი აზრით ნომერი 1 არის, ანუ ბევრი ალტერნატივა, ბევრი ოფცია, ამადი ესე ვთქვათ რა, გაშალო თვალსაწიერი. ესე დავვთქვათ. მე მანდ მაგ კითხვაზე, მაგ თემაზე ზოგადად თვითონ ამ წიგნის ავტორისვე ციტატა ხმამაღალია, ჩემ თარგმნილ ვარიანტს მისი აზრისას მოვიშველიებ
და მანამდეც ქონია სხვა ჯერის ამ ან და პრინციპზე საუბარი წინა ძალიან ძველ ეპიზოდებში. სხვა შორის თიკარ უხაძესთან ეხლა გამახსენდა. ესეთ რამეს ამბობს ავტორი, რომ თუ ცხოვრებაში დადგები არჩევანის წინაშე ეს თუ ის, დაფიქრდი, იქნებ შესაძლებელი ეს და ის და არა თუ. ანუ ეს ანს და დას კონცეფცია, ხო, ძალიან ძლიერი რამეა და რაღაც ინტუიტიურად და გულით მოყვები, რომ ბევრ რამეს ცვლის ამ გადაწყვეტილების მიღების პარადიგმაში, როდესაც არჩევანი გაცილებით უფრო ფართეა შენ წარმოდგენაში რა. ანუ შენ როგორ იცავ ესე იგი თავს მაგიდან თვალსაჩინოს აფართოებ? ვცდილობ მოვიკვლიო ოფციები და მარტო არ ვიყო ამ ასე რომ ვთქვათ მოკლებაში, ხო? ანუ ვესაუბრები გუნდს, ვესაუბრები ადამიანებს, მათ შორის იმათაც, ვისაც შეიძლება აბსოლუტურად განსხვავებული როგორ გითხრა რა, გამოცდილება ქონდეთ, აბსოლუტურად საპირისპირო ინდუსტრიიდან, ან განსხვავებული მსოფლმხედველობაც, ის რომ რაღაცაში არ თანხმდებით, თუნდაც რა ვიცი, ვიღაცა თუ პირობითად კაცრი მონეტარისტი არის ხო ეკონომიკაში და ვიღაცა კიდე პირიქით მოდი რაც შეიძლება მეტი დავხარჯოთ ხო ორივეს დაველაპარაკები და ორივეს ვკითხავ აბა აი ამ გადაწყვეტილებაში როგორ უნდა გამოვიდეთ და რა ოფციებს შემთავაზებთ ვინმე თუ ამბობს რომ ეს სისტემა ჯობია ჩვენით დავწეროთ და მეორე არის ასე რომ ვთქვათ პროპონენტი რომ მოდი ვიყიდოთ IT ვენდორთან ამასაც დაველაპარაკები მიუხედავად იმისა, რომ მე შეიძლება კიდე განსხვავებული აზრი გამაჩნდეს და ყოველთვის ვცდილობ, რომ ბოლომ ასე რომ ვთქვათ, გამოვთქვა ჩემი აზრი ამის თაობაზე. აქ უკვე მნიშვნელოვანი ალბათ ის არის, რომ თუ შენ ხარ მოდი ესე ვთქვათ, ავტორიტეტულ პოზიციაზე, არა მაინც მნიშვნელოვანი, რომ შენ CEO იყო, არამედ რაღაც მენეჯერულ პოზიციაზე, შენ თუ იწყებ იდეების, როგორ გითხრა, pushings, ხო, აი მოდი ეს და ეს მე უკვე ადამიანებმა შეიძლება იფიქრონ რომ მორჩა აქ უკვე გადაწყვეტილება მიღებულია და ეს ჰიპო პრინციპი ვიცით ყველამ ხო highest paid opinion ყველაზე მაღალანაზღაურებადი აზრი ყველაზე მნიშვნელოვანი ორგანიზაციაში არ და ესე თუ შევხედეთ მორჩა შარში ვართ რა კი ეხა რატო საწამივიდა გონება რა რომ და ჩემ თავზე ვიტყვი მსმენელი თუ დაიდენტიფიცირებს თავისავს ხო კაი ბევრი ჩარჩო წამიკითხავს, ბევრი მსმენია, ბევრი რჩევა მიმიღია, რომ ამას ესე მივდექი, იმას ესე მივდექი და აღსრულებაში ძალიან ცოტა გადმომიტანია. და იქით კითხავს პირდაპირ, რომ შენი აზრით მე რა დამეხმარება იმაში, რომ აი ხა ეს ხო გავიგე, ვიცი, 4-ვე მტერი ვიცი. მესმის 4-ვე მტერი, ისე რომ აი მისი არ იყოს, რა ქვია, დიხამინჯიას წიგში რო არის. შოფერის ცოდნის არ იყო, შეიძლება ლექცია წავიკითხო ამაზე რა, ისე რომ მე თვითონ პრაქტიკოსი არ ვიყო. აი, ეს კონცეფცია შოფერის პრაქტიკო და. ეხლა მესმის, 4-ვე მესმის. მაგალითიც შეგვიძლია გავიხსენო, მაგრამ ეხლა რომ გადავხედო ჩემ ამბავს, მაგ თუ არა რაიმე ტიპის პროცესი დანერგილი ჩემ ცხოვრებაში, რომ ეს გადაწყვეტილების მიღების დროს გამახსენდეს და გამოვიყენო იმ დროს. აი, მან მაგ რო არა მაგ. შეიძლება გამეპაროს რა, აი ემოციამ წაიღოს, არ ვიცი, რაღაცა მოხდეს და დამავიწყდეს, რომ ლევან, ეხა შენ ზედმეტი თავდაჯერებული თუ არ იქცევი, ან დადასტურების მიკერძოების მსხვერპლი ხო არ ხარ. აი მე მანდ მას ვიზამდი, გავამყარებდი შენ კითხვას, ან მილია პასუხს გავქცემს, აი განსაკუთრებით მეხება მე დადასტურების მიკერძოების შემთხვევა რა, იმიტომ რომ გულწრფელად ვერ ხვდები guardrail-ები თუ tripwire-ები აქვს. დამცავი მექანიზმი მაგ დროს რა უნდა მქონდეს რა, იმიტომ რომ აი მართლა ვერ ხვდები რა. ანუ კითხვა რა პრაქტიკაში შენ როგორ თუ გადამოიტანე, ანუ რა პროცესები თუ რა checkpoint-ები გაწყობილი, რომელმაც ეს ნელ-ნელა პრაქტიკაში გადაგატანდა და ნუ მე ალბათ შევართ წავიდა, მაგრამ რა მნიშვნელობა, რა როგორ დავიწყოთ, რა ვქნა? სტიკი ნოუტები მივაწეპო კედელზე, რომ ლევან ყურადღებით იყავი, აი რა ვქნა? ჩემთვის ალბათ ყველაზე ისეთი რამაც იმუშავა კარგად, ხო იცი, ხა ბევრი მეთოდი შეიძლება სცადო, ზოგმა მეთოდმა შეიძლება გამოიწვიოს უფრო მეტი
როგორ ვთქვათ, სირთულე და კომპლექსურობა. ხა შენ თუ შემატე შენ გადაწყვეტილების მიღების პროცესს ძალიან დიდი დრო და თან ისეთი დრო, რომელიც უკვე გადაწყვეტილების ხარისხი არ იმოქმედებს არანაირად, ხო? შეიძლება ხა ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე ანალიტიკურ პარალიჩში გადახვიდე, ხო? ანალიზის პარალიზის რო იზრახიან, რომ მოდი აბა ხა ეს ყველაფერი და მოდი ბოლომდე ყველა ნიუანსში გავერკვიო და მსგავსი, მაგრამ საბოლოო ჯამში გადაწყვეტილების ხარისხი და დრო, ასე რომ ვთქვათ, ორივე გჭირდება, ხო? მე მაინც ავიღე, რომ გარკვეულწილად განყენების მეთოდი, ანუ ცოტა მოშორება გადაწყვეტილებიდან იმ კონკრეტულ მომენტში. ესე უყურებ რა. ახლა რაღაცა თუ სწრაფად აი ეხლა თუნდაც ემოცია ახსენე, ხო? ემოცია არის ჩვეულებრივი ამბავი. არა ვართ ადამიანები, კარგად ვიცით, სრულიად რაციონალური არსებები. იმ კონკრეტულ მომენტში გვეფიქრება, რომ ეს შეიძლება ჩვენთვის იყოს კარგი და ხელი წამიცდეს პირობითად აქ ახლა რომ იდეს რაღაცა ტკბილი პირობითად, მაგრამ ჯამში ვფიქრობ იმაზე, რომ ამას ახლა რომ გავაკეთებ, ეს 10 დღეში რა შედეგს გამოიღებს, თუ 5 დღეში რა შედეგს გამოიღებს და ასე შემდეგ. ანუ ვცდილობ რომ გადაწყვეტილება იმ მოკლევადიანი იდეით კი არ მევიღო, არამედ გრძელვადიან დრაში წამეხმარება, ხო? რავი, დილით ხო დგები და თუ პირობითად ვარჯიშობ, იმიტომ ხო არ ვარჯიშობ, რომ ქსიამოვნებს დღეს ეს ვარჯიში, ზოგადად ვარჯიში, ვიცი ძალიან კარგად, რთული გადაწყვეტილება არის. ყოველდღე რთული. მივხვდი ისე რომ 2 წელი ვარჯიშობ, ყოველდღე რთული გადაწყვეტილება. სხეულს იდეაში სტრესის ქვეშ აგდებ. კი. გული გიჩქარდება, ტემპერატურა გეწევა, ანუ თითქმის ავად ხდები რა. მოდი ესე ვთქვათ, მოკლევადიანად. რატო აკეთებ ამას? ისიც ხო იცი. კენწეროში გატკბილდებს, ხო და ესე უყურებ რა. ანუ ეხლა მარტივი პასუხია შეიძლება ძალიან, მაგრამ ჯამში რო დაფიქრდე, სულ ეგ მომენტია, გადაწყვიტე არა დღეს რაც გინდა მაგისათვის, არამედ ცოტა მოკლე გრძელვადიან პერსპექტივაში, ეგ არის ნომერ 1. მე ეს დრო რო გეძლევა, რომ გადაწყვეტილება ესე მიიღო, არა ნაჩქარევად, არა ნაუცბადევად, რომ პირობითად შევედი რაღაცა მაგარ მანქანების ცენტრში და მანქანა მომეწონა, შემიყვარდა და არიქა უნდა ვიყიდო, ხო? და არამედ გააქვს დრო, რომ მოდი, ოკეი, გავატარეთ, ტესტ-დრაივი გავაკეთეთ და მოდი ახლა ცოტა ხანში დავფიქრდეთ. ხვალ როგორ ვიგზნობა აქ თავს, ზეგ როგორ ვიგზნობა ამაზე თავს. მე როგორ ყველაფერი სხვა, ხო, იწყებ. რაღაცა კონსულტაციებს ადამიანებთან, ვისაც მეტი ცოდნა აქვს შენზე, მეტი გამოცდილება, შეხედავ ამ პერსპექტივებს და ესე რა. მე მგონი მეთოდი მანდ იწყება, ანუ რეალურად რომ არაფერი არ არის საჩქარო თუ არ ხარ რაღაც კრიზისში. ოკეი, პირველი არის პაუზა. პირველი არის პაუზა, კი. აი მე მაგალითად რომ მოგიყვანო რა ტიპის პასუხ შეიძლება ვეძებ და შეიძლება ახლა მე ჩამისწორო ეს პასუხი. მე აი რომ მაგალითად რომ მეკითხებიან რაღაცა ბევრი საქმე რომ აქვს. რა ვქნა, როგორ გავაკეთო, როგორ ავიღო. თავი მე მაქვს რაღაცა ჩემი მეთოდი. ეს ჩემი მეთოდი არის ესეთი რომ მოდი პირველ რიგში იწყებ რაღაც. ჩამოწერე ყველა საქმე რაც გაქვს. პირველ რაღაც, მე გააკეთე ესე, მე ქერი. ესე მე კალენდარში გამოყავი დრო. და ის მოეპყარი იმ კალენდარს როგორც შეხვდა და ჩემ თავთან მაგ რაღაც ეგეთი პროცესი დაგეგმა. ოკეი. ეხლა შენ თავთან მაგრამ გადაწყვეტილებებს ეგ არ მაქვს. ანუ გადაწყვეტილება რომ მოდის მისაღებად. და დავაი სტანა ისე ვფიქრობ რა, აი ჩემებურად რა, როგორც ხედავ საითად წამიღებს რაღაც მეჩვენება ლოგიკურად. რა თქმა უნდა ლაპარაკი მიყვარს და შეიძლება ჩავაჭირო 7 ჯერ, ანუ და მინდა რომ რაღაც როგორ გავიპროცესო ეს. აი რა გავაკეთო იმისთვის რომ დადასტურების მიკერძოებას თავი ავარიდო. მაგალითად მიზანმიმართულად იძლევი დავალებას, რომ აი ეხა ამის საპირისპირო აზრები ჩამოყარეთ, გუნდს ეუნები ვთქვათ. კი. ანუ ეგ მაგასაც ხო, მოდი დავამბრეინშტორმინგოთ ალტერნატივა, ხო? ანუ ეს რომ მოხდეს, ან ეს რომ არ მოხდეს, ან კიდე მესამე ოფცია ავიღოთ, მოდი რა, საპირისპირო, ანუ მაგალითად კითხვა შეგიძლია დაასვა ესე. პირობითად პროექტია და საინვესტიცია გიწევს ნებისმიერ პროექტში, ფულის, დროის, ადამიანების, რა ვიცი, რაღაც ორგანიზაციული რესურსის. ძალიან ხშირად ესეთ შეცდომას უშვებენ ადამიანები, რომ იმაზე ვიწყებთ მსჯელობას, ეს პროექტი რომ გამოვიდეს, რა უნდა გავაკეთოთ. ხო? აბა. ეგ სწორი მსჯელობაა, რა თქმა უნდა, მაგრამ საქმე რაში არის, ანუ პროექტი მაინც და მაინც ესე არ წავა შენ რო გინდა. ხო, ნებისმიერი პროექტი რაღაც ახალია. ამ სიახლეში შენ ფაქტურად მომავლის მართვაში ხარ შესული, ესე წარმოიდგინე და ჯობია იმაზე იფიქრო, რომ სწორად არ წავიდეს საქმე, მაშინ რა გემართება და ესე უფრო მომზადებული დახვდები ამ ამბავს და მოდი რა, ანუ შენ პოზიტიურ იმას კი მომიტან სცენარს.
ამბობ ხოლმე. არ ვიცი, მომიტანე სცენარი, ნეგატიური ამბები რო ხდება, მან როგორ ვიქცევით, რას ვაკეთებთ, რომ გავასწოროთ ეს სიტუაცია. ეს თუ ნაფიქრი გაქვს, ამაზე თუ გაქვს ნაფიქრი, მერე პრობლემასაც და იმ როცა დადგება რეალური პრობლემა, კი არ ხვდები რაღაც პანიკაში, რომ ვაიმე რა გვიშველება, მეგობრებო, ცუდად არის ამბები და დავიღუპეთ და ასე შემდეგ. არა, ხვდები აბსოლუტურად სხვანაირად. მზა აი როგორ გითხრა ანუ გზა შეფერხებებით რო სავსე გაქვს, ხვდები რომ ეგ არის რა გზა. ასე რომ ვთქვა და არა რაღაცა აი ყველაფერი სმუზლი, ყველაფერი მაგრა იქნება, რაღაცა იქნება, გადმოგხედავენ და ასე შემდეგ. აი კარგი შაბლონია, არის მე გამახსენდა ისევ ხშენ ახსენე და მეც საწი ვახსენებ ჯაბას ციგში მოყვანილი ჯაბა დიხამენჯიას აქვს ძალიან კარგი ციგნი, მენტალური შაბლონები და გაძეძგილია ძალიან საინტერესო შაბლონებით ეგ ციგნი და მათ შორის არის ერთი ეს შაბლონი თუ გახსოვს გადაწყვეტილების მიღების დროს შე რო თქვი, ანუ რა უნდა გავაკეთოთ რომ ეს შედეგი მივიღოთ კი არა. რა უნდა მოხდეს რომ საშინლად ჩავფლავდეთ. საშინლად და ყველა ვარიანტები რა უნდა მოხდეს და მე იმ ვარიანტებს ამოსმებ წინასწარ ამის ალბათობა, ამისგან როგორ ხარ დაცული რა და თუ ყველაფერი გამორიცხე რომ ჩაფლავდე, ალტერნატივა გრჩება რომ არ ჩაფლავდე, მარტო ეგ ვარიანტი რჩება. ხო. ესე არ მიფიქრია რომ აი რა გავაკეთოთ იმის რომ მაინც და მაინც არ ჩავფლავდეთ, მაგრამ აი იდეაში რისკზე ვფიქრობ რა. ხო, ახალს აკეთებ. არ იცი წინასწარ ამ ხდება ზუსტად. ბუღალტერია ხალხის მტერია ხომ გაგიგონიათ, ხო და არ არის ეგრე. განსაკუთრებით არ არის ეგრე თუ ამ საქმეს მიანდობ სუპერპროფესიონალებს. მე პირადად ერთ-ერთი საუკეთესო გადაწყვეტილება რაც მიმიღია არის ბუღალტერიის აუთსორსი. კერძოდ ეს საქმე მივანდე ენთებს. ეს არიან მაგარი პროფესიონალები, თავის საქმის სერიოზული მცოდნეები და თან რაც მთავარია, არიან პროფესიულად დაზღვეულები. ანუ რას ნიშნავს? თუ რაიმე ბუღალტრული შეცდომის გამო მოგივათ ჯარიმა, ენთები გადაიხდიან ამ ჯარიმას სრულად, რადგან მათ თავიანთი პროფესიული საქმიანობა დაზღვეული აქვთ 20 მილიონ ლარამდე. შესაბამისად, თავიდან ბოლომდე მოვიცილე ეგ თავის ტკივილი და შიში იმისა, რომ აიმედე და ეს ესე უნდა გაატაროს, ისე სწორედ გავატარე, დაზღვეულია საგადასახადო რისკები თუ არა. თავიდან ბოლომდე მოცილებული მაქვს ეგ პრობლემა და მაქვს დრო, რომ მივხედო ჩემს საქმეს და რაც თავარია, ღამე მშვიდად მეძინოს. თან ენთებს აქვთ საოცარი შეთავაზება თქვენთვის, ბაბლჰედის მსმენელებისთვის. ვიდეო სახსერაში მითითებული ბმულით დარეგისტრირდი და მიიღეთ სრულიად უფასოდ კონსულტაცია პროფესიონალებთან და შემდეგ თქვენი თო გადაწყვიტეთ, გინდა თუ არა ეგ საქმე ენთებს მიანდოთ თუ ისევ თქვენი თაკეთოთ. დეტალები ვიდეო სახსერაში. ეხლა ჩაუღრმავდეთ, იცი რა მაინტერესებს. კაი, შენ გამოცდილება გაქვს მიღებული გადაწყვეტილებებს ასე იმაშვების შენ როცა შეხვედრაზე ხარ რაღაც დონეზე მედიაციას უწევ თქვათ რომ აბა ეხა ეს ალტერნატივა. შენ თუ გიფიქრი ან თუ გაქვს დანერგილი ეგ კრისტალში, აი თუნდაც დაკრეიტების დეპარტამენტს ან რისკების დეპარტამენტს. აი ამ არც ერთს არ მართავ მაგორიდან მე ოღონდ ხო. ის ორგანიზაციულად მაინტერესებს, ანუ სისტემურად რო შეხედო, ეხლა რეიდალიო გამახსენდა რა, კაცი სისტემა რა, კაცი სისტემა. ყველაფერი გაა სისტემა თავიდან ბოლომდე და მაგას თავიდან მაგის ციკში რო წავიდო, ორგანიზაციის კულტურაში აქვს ეგ შემოტანილი რა, ანუ ყველა მისი გადაწყვეტილების მიმღები მისდევს გადაწყვეტილების მიღების რაღაცა პროცესს, რომელიც იცავს მას შეცდომებისგან მაქსიმალურად რა. შესაძლოა ეხლა შენ ეს გაქვს თუ არა რამენაერად ან ტრენინგში, ან პროცესში, ან სადმე ისე გაწერილი, რომ მინიმუმ 100% ვერ დაიზღვევ, მაგრამ მინიმუმამდე დაიყვანო იმის ალბათობა, რომ რომელიმე შენი მიმართულება, რომელიმე ამ ტრის წინაშე დადგება და ის კიდე მომზადებული იქნება. აი რაღაცნაირად თუ გასაგება ჩამოვაყალიბე კითხვა, რამდენად თუ გაქვს ეს ხო პროცესებში შეტანება. მივიტყვი რომ კიც და არაც თქვა, იმიტომ რომ ყველგან 100% ამას ვერ გააკეთებ. მოდი ესე შევთანხმდეთ რა. კრეატიულ პროცესებში განსაკუთრებით კრეატიულ პროცესებში გულისხმობ რაღაც ახალს, სადაც იდეების აღმაფრენა გინდა და ასე შემდეგ. იქ ყველანაირ გარდრეილს ვერ შექმნი, იმიტომ რომ გამოიწვევ შებოჭავ ხალხს. პირიქით, მან ხსნი ალბათ გარდრეილი. პირიქით უნდა გახსნა და რა თქმა უნდა, თქვა, ეხა მოდი ესე ვთქვა რა, ძალიან ბანალური იქნება, ეხა უბრალოდ შეცდომები მოსულა რა უთხრა ადამიანებს, ეს არ არის სწორი. მაგრამ ის რომ ოფციები უნდა მოიკვლიოთ და ექსპერიმენტები ატაროთ, ეს უნდა ვთქვათ და ისეთი პროცესები, რომლებიც უკვე როგორ გითხრა რა, ჩამოყალიბებული გაქვს, რომლებიც დაკავშირებულია კონტროლთან,
იქ ბუნებრივია შეცდომაზე არ უნდა იყო ორიენტირი. პირიქით უნდა იყო ორიენტირი იმაზე, რომ უშეცდომო იყო, ხო? კლიენტს თუ მოემსახურები არასწორად, ვიცი ძალიან კარგად დარჩება უკმაყოფილო. მაგრამ შენ თუ რაღაც პროექტს აკეთებ, სადაც მოდი ახლა ეს დიზაინი ვნახოთ, მოდი ახლა ეს ვარიანტი ვნახოთ, ის ვარიანტი ვნახოთ, იქ უკმაყოფილება ვიღაცის შიგნით ნაკლებად პრობლემა არის. ანუ მე შეიძლება ხო ადამიანს რომ მოიტანო ბევრი ვერსია, ვიღაცას რაღაცა მოეწონება, ავარჩევთ კონსენსუსით, კომპრომისით, ცოტა წაგამათებით, რა მნიშვნელობა აქვს მაგას. ამიტომ კრეატივში არა, ვიტყოდი, პირიქით, სადაც არა კრეატივია, იქ გჭირდება რაც შეიძლება მეტი წესი და, მოდი ასე ვთქვათ, პროცედურა და სტანდარტ ოპერენდინგ მენიუალები, რომ არ შეეშალოთ უბრალოდ ადამიანებს. იმიტომ რომ ადამიანებს ეშლება. ხო, იმიტომ რომ ხო, ნუ ბუნებრივია ხა, შეცდომა. კი. ოკეი. ეხლა ნელ-ნელა ზუსტად ესეთ შევდივართ თემებში რა და ბოლოს რა პოდკასტსაც უყურე მარია გლონთან იყავი, საუბრობდი ბუდიში რა. სანამ მაგაზე გადახვა. ერთ კითხვას დავსვამ და მე წავედით პოდკასტში რა. რა თქმა უნდა. დადასტურების მიკერძოებისთვის თავის დასაღწევად კარგი არისო, ამბობენ. რეკონსტრუქციული კრიტიკა, ანუ რეალურად, როდესაც ისმენს საპირისპირო აზრს. კი. შენ გახსენე გაკვირთ და დაახლოებით წარმოვიდგინო, შეიძლება პასუხი არა, მაინც ჩაიკითხე. რა მეთოდებით გააქვთ განერგილი ორგანიზაციაში კულტურა, როცა შენი კრიტიკა მოსულა და თანამშრომლებს მაინც იციან, რომ მოსულა შენი გადაწყვეტილების კრიტიკა. ჩვეულებრივი ზიაობა არის ჩემთვის. აი რა ქმედებაში რო გადაიტანა. აი რომ თქვა რომ თუ გინდა რომ თანამშრომლებს არ ეშინოდეს თქვენი გაკრიტიკება, მე ესე ვქენი და გამომივიდა. აი ეგეთი რაღაცას თუ შეგიძლია თქვა. მოდი გავალოთ პირველ რიგში ძალიან ისეთ კაფეოს ვარი. შენ კი არ გაკრიტიკებს ადამიანი, აკრიტიკებს შენ იდეას და შენ პროცესს. თუმცა ადამიანმა ხო შეიძლება რომ იგი ისე მოახერხოს, რომ აი მოგმართოს ესე რომ არასწორი ხარ ილია შენ ხა ამაში. არ არის პრობლემა. ეს შენ გესმის რომ ის რეალურად იდეაზე ლაპარაკობს, მაგრამ ჩვენ ხო ემოციური არსებები ხარ, არასწორი ხარ. შეიძლება ვიღაცას გადაეთარგმნოს ტრიგერი აღმოჩნდეს და რას ქვია, გასო მე ვარ არასწორი და პადა და რა სიტუაცია არ არის, ხო? ხო. არაფერი, მან მარტივი პასუხი, რომელიც ხო, მოდი, მარტივ პასუხებზე ვიქნები რა, ჩამოყალიბებთ რომ გასკებია, ყველა кейსი შეიძლება განსხვავებული კონდეს არის. არ ვაკრიტიკებთ ადამიანებს, ვაკრიტიკებთ მხოლოდ რაღაცა პროცესს და იდეას. და ვეკითხებით უკეთ რა შეიძლება გაკეთდეს, ან სხვანაირად რა შეიძლება გაკეთდეს და არა ისა რა, ეს ილიას იდეა არის თუ ლევიკოს თუ გივის რა მნიშვნელობა აქვს მაგას რა. ყველას აქვს მოდი როგორ გითხრა, არა თუ უფლება, არამედ პრივილეგია გამოხატოს თავისი აზრი, ესე შევხედოთ ამას და მაინც და მაინც ის რომ ვიღაცა დირექტორია აბსოლუტურად არ ნიშნავს რომ მართალია. აი ეს არის პრინციპი რა. არა მხოლოდ დირექტორი, მენეჯერი იყოს თუნდაც. კომუნიცირებული გაქვს ეს პრინციპი? კი, ცხადია. საუბრობთ მაგაზე. კი, ამაზე რა ვიცი, ღია ვართ, როგორც თქვი ყოველთვის და ყოველთვის ერთ-ერთი პრინციპი კიდევ ერთხელ ყველას ურჩევ, რომ შენ თუ ხარ იმ გუნდში ყველაზე, მოდი ესე ვთქვათ, ორგანიზაციულად ნომერ 1, ილაპარაკე ბოლოს რა. ხო. ილაპარაკე ბოლოს, მოусმინე ყველას და ამითიც შექმენი ეს რაღაც ღიობის კულტურა, თორე როგორც კი იწყება ეს არ გამოვა, მე უკეთ ვიცი, ამაში 20 წელი ჭიპი მაქვს მოჭრილი თუ უარესების გაგვიგია ხო? ზოგ კორპორაციულ კულტურაში არის ესა, ადამიანები იკეტებიან და გონიათ რომ ინიციატივა, განსხვავებული აზრი აღიქმება, როგორ გითხრა რა, მტრობად. მოდი ესე ვთქვათ და ეხლა მტერი ვის უნდა ორგანიზაციაში, ხო? არავის არ გვინდა. რუსულად კარგად ჭრეს, მაგრამ უნდა გადავთარგმნო რა ვქნა, ინიციატივა დასჯადია. ოღონდ რუსულად წარმოვიდგინოთ ეს ფრაზა უფრო კარგად. არა, არ უნდა იქ. ხო, მაგას ვამბობ, ინიციატივა თუ დასჯადია, შარში ვართ. ხო, აი ხა შენ რასაც ყვებოდი, მან გამახსენდა, მე მგონი საიმონ სინეკი ამბობს, მე მგონი იფიქრა ბევრი და როგორ უნდა ეგ იდეა ბოლო ისაუბრე ბოლომ, როგორ უნდა გაეხადა პოპულარული და მოიფიქრა ეგეთი რაღაცა, პრაგმატული არგუმენტი მოიფიქრა, ანუ კაი ტიპი ხარ, ცუდი ტიპი ხარ დაძიობა და იმის ჭრილში არა, პრაგმატულად უფრო მომგებიანია, იმიტომ რომ ყველა იდეას მოისმენ და საუკეთესო იდეა შეგიძლია არჩიოთ და თქვა რომ მე ამას ვიზიარებ და გამოვა რომ ხო, ანუ ბოლოს მოიფიქრა ეგ რომ ნუ აი თუ მოთმინების უნარი არ გაქვთ, მაშინ ამ ლოგიკით მაინც გაჩუმდითო რა. თქვენ სწორად მიმიხვდით ასწავლელობას პატეცეო. კი, ნამდვილად ესეა, უბრალოდ მან ყოველთვის ის კი არ არის რომ ერთი იდეა შეიძლება საუკეთესო. იდეების შეზავებას ისმენ ესე დრო ძალიან ხშირად და გაძლევს საშუალებას რომ რაღაც
როგორც ახლა მაგარი კერძი ხო არ არის რაღაცა ერთი მოდი ვთქვათ ერთი ინგრედიენტისგან გემრიელი კერძი ვინმეს გაგვისინჯავს მხოლოდ ერთისგან ერთადერთი რაც შემიძლია რომ მივაახლო ისიც ერთი ინგრედიენტი არ არის იმიტომ რომ მასა სიზენინგი ასე ვთქვათ მასა ჭირდება არის სტეიკი რა რომელიც ხო ნუ საბოლოო მაგრამ მასაც რაღაც ჭირდება და უკეინ და ზეთი თუ არ ემასქენი და ცოტა კარაქით თუ არ დაასხიზე და გამოვაგარი ამიტომ ეგეჯერი 4 ინგრედიენტი იგივე არის აქაც რა ანუ შენ იტყვი რაღაც განსხვავებულს იგივე იტყვის რაღაც განსხვავებულს მე ვიტყვი რაღაცას და მე ადრე თუ გვიან შეიძლება სტრატეგიულ გადაწყვეტილებაზე უფრო გვიან ვიდრე ადრე გამოგივა მაგარი კერძი რა ბევრი რაღაც იდეის შეზავებით მე ესე უყურებ ხო ეგ მართლა ის შემთხვევა ალბათ როდესაც 1+1 დიდი ალბათობით 2-ზე მეტი შეიძლება გამოდგეს რა ხო და რას ვამბობდი ხო გლონთან პოდკასტზე საუბრობდი რა და იქ შენ თქვი ჩემი აზრით ძალიან ნამდვილი დაკვირვება გააზიარე რა რომ ძალიან ხშირად პროექტებს კომპანიებში, გუნდებში არ აქვს მნიშვნელობა რა ვიწყებთ სინამდვილეში უფრო აქტივობის საჩვენებლად ვიდრე რაღაცა რეალურის გასაკეთებლად, იმიტომ რომ მიზანი არ გვაქვს წინასწარ სინამდვილეში ჩამოყალიბებული რა უბრალოდ აი ესეთი კულტურები არსებობს, სადაც რომ აი თავარია მოძრაობა იყოს და რატო მოძრაობს ეს ხალხი სად გარბის, რატო გარბის, კაცმა არის ის ხოლმე რა და გუშინდელი რილი გავახსენე. რა? გუშინდელი რილი გავახსენე. გუშინდელი რილი. რა ამხაზე AI არ მოწონს და რატო ვაკეთებ? ხო. რა ვკდათ და არ მოწონს. ყველა აკეთებს. აი ზუსტად ეგ არის. ანუ თუ არ მოწონთ რატო ვაკეთებთ, მაგრამ სხვა რა ვარიანტი გვაქვს რა, ვაკეთებთო და რავი, გაჩერდითო და. როგორ გავჩერდეთო და რავი, თქვენ არ აკეთებთ, კიო, ხო და თქვენ აღარ გააკეთებთო. აი ეგეთი სცენარია ხოლმე რა და ეხლა მე რო თქვი რომ ნამდვილი და ჩემთვის ნამდვილად ჟღერდა ეგ დაკვირვება მე გეტყვი რატო გამიშთა ეგ განცდა იმიტომ რომ უცებ გამახსენდა ყველა ისეთი ვითარება როდესაც აღმოჩენილ ვარ მასეთ სიტუაციაში რა ხო და ესე მინდა კითხო რა შენც გახსენდება შენივე მაგალითზე ეგეთ სიტუაციები როდესაც აქტივობისთვის მონაწილე იყავი და არა რაღაცა მიზნის მსახურების ეხლა რა თქვა რომ არა თქო? არა, რავი, ხო შეიძლება გაგიმართლა ეგრე მაგრა ცხოვრებაში და არა. არა. ნამდვილად ესე არ გამართლებია ცხოვრებაში, ეს შეუძლებელია, ეს სწავლის, მოდი ასე რომ თქვა და გამოცდილების მიღების ერთ-ერთი ნაწილია. მქონია, მეც პირადად მქონია, სხვაგანაც როცა მიმუშავია მქონია, ჩემ კოლეგებსაც მქონიათ, რომ მართლა აი, შენ რა თქვი რა, იმიტაცია ხდება აქტივობისთვის. ხო. და შეიძლება ეს იმიტაცია თან საკმაოდ ძვირიანი იყოს ორგანიზაციისთვის, პირადად ადამიანებისთვის და ასე შემდეგ. თუმცა დროთა განმავლობაში სწავლობ როგორ შედეგზე აიღო ორიენტაცია უფრო და შედეგის მიღებაზე ვიდრე ქმედებებზე რა. იმიტომ რომ ეგეც მოდი ახლა რომ შევხედოთ ვინ არის უფრო ეფექტური მენეჯერი, ვინც ბევრს მუშაობს და ნაკლებს აღწევს, არა ცხადია, ხო? ანუ ბევრი შრომა ხო არ არის ჩვენ თვითმიზანი. თვითმიზანი არის, მოდი ესე ვთქვათ, მეტი ეფექტი დავდოთ, მათ შორის შეიძლება ნაკლები რესურსით, ხო? ეგ არის ეფექტურობა და მაგას რო აცნობიერებ, მე სხვა ყველაფერი უკვე ხდება, ცალსახარო ეს უჯობია გააჩერე, ეს ჩაჩეხე, ამას მიეცი სანაცვლოდ რესურსი, რომ მეტი შედეგი მიიღო და რავი, ახლა თუ კეთილგონივრულად იქცევი, მოდი ესე შევხედოთ რა, ალბათ ეგ არის ერთადერთი. ეგეც ერთი შეხედვით კონტრინტუიტიური, მაგრამ რამდენად ნამდვილი და სწორი დაკვირვება არა ჩვენ ხო რაღაცნაირად იმ მე ესე მგონია რომ იმ რეალობაში გავიზარდეთ რომ ბევრი შრომა არის აუცილებლად გათანაბრებული სასურველ შედეგის მიღებასთან. რაც ხო კი ზუსტად ხო კი და ეგ მაგას ვამბობ კი შეიძლება მაგრამ არა ძალიან დიდი წილი უკავია ხოლმე მანდ რა ბევრი და ეფექტური შრომა მოდი ხო ანუ ეს ძალიან მნიშვნელოვანია რა არ ვიცი რუსულში არის იმიტაცია ბურნაძიეცელს ეძახიან ხოლმე ანუ ისეთი ტიპის აქტივობებს ნუ არა მაქვს უბრალოდ ქართული შესაძლებელი ამიტომაც თქვი აქტივობებს სადაც მომიტევეთ ნამდვილად ბევრს აკეთებენ ადამიანები დარბიან ნუ ცისფერი მთები მოდი ასე ვთქვათ რა
რამე ხდება, შედეგს ვიღებთ ცისფერ მთებში, ძალიან მაგარი ფილმია, ძალიან მიყვარს თავისი არსით და ბუნებით საოცარი, მაგრამ ხომ ყველა რაღაცას აკეთებს, მაგრამ შედეგი არის 0. ხო? საბოლოო ჯამში და მან თუ არ გვინდა ვიყოთ, მეგონი არ გვინდა. ზაფხულობით საკმაოდ მეზდება საწვავის ხარჯი. ქალაქგარეთ ბევრს გავდივარ უფრო და შესაბამისად იმატებს ჩემი დახარჯულილიტრები. ხო და ალბათ ყველასთვის გამაღიზიანებელია საწვავის ხარჯი რომ გეზდება, თუმცა წელს მე ცოტა მიხარია. შეიძლება იფიქროთ რამ გააგიჟე ეს კაცი, რატო უხარია საწვავის ხარჯის ზრდა. რატომ და ყოველ ჩასხმულ 15 ლიტრ ბენზინზე ან 15 კუბურ მეტრ გაზზე ჩვენი თანამოაზრე სოკარი მაძლევს გათამაშების 1 ბილეთს. უпростоრად მე 2 ბილეთს ვიღებ, იმიტომ რომ თან სოკარის პრაიმის წევრი ვარ. ხო და რაც მეტი ბილეთი მექნება, მით მეტი იქნება შანსი მოვიგო ახალაშენებული ბინა საბურთალოზე, ახალი ელექტრომობილი ან 10,000 ლარი პრიზი. ხო და შენ შეგიძლია იგივე გააკეთო. ამისათვის თუ ჯერ არ გავს გადმოწერილი სოკარის განახლებული აპლიკაცია, მაშინ ვიდეოში მითითებული ბმულით გადმოწერე, მიაბი შენი არსებული ენერგიბარათი ან აპლიკაციაშივე აიღე ახალი ენერგიბარათი და მიიღე მონაწილეობა გათამაშებაში. მაინც ასხავ ამ ბენზინს შედალოცულო და ბარემ მონგებიანად ჩაასხი. ხო და მაგის გარდა ყოველ დღე 100 გამარჯვებული გამოვლინდება, რომელიც მოიგებს მომენტალურ პრიზს. და ეს პრიზები შეგიძლია ან შენ გამოიყენო, ან სხვას გაუზიარო. და თუ გაუზიარებ სხვას, სოკარი კიდევ დამატებით 5 ბილეთს მოგცემს. რატო? იმიტომ რომ გამარჯვება გაზიარებით იწყება. დეტალები ვიდეოს აღწერაში. ჩემი დაგვირებით მანდელი ითი მახე რა. რომ ბევრს შრომობ, მაგრამ არა ეფექტურად და შედეგს ვერდებ. და გიჩდება განცდა რომ რა უსამართლოა ეს ცხოვრება, იმიტომ რომ კაცი გაოწყდი წელში და მაინც ვერაფერი ვერ გავაკეთე. მეორე ვარიანტია რომ ხედა ვიღაცას რომელიც არაფერს აკეთებს და გადასარევად არის და მე მესამე ვარიანტია რომ ვიღაცა დააფიქსირებს იმას რომ შეიძლება ჭკვიანურად იმუშაო, დიდი შედეგი დადო და იმან ძალიან ბევრი იშრომოს და საერთოდ სახე გაგაცნობს, იმიტომ რომ ეგრე არ არის. სადღაც ვიღაცა მაინც შეიძლება ჩაგიქროს. ამიტომ კიდე არა მაგ კუთხით თქვი რა, მე კიდე არაში მოყვებით სასახად. ნიშნულოვანია უბრალოდ ეს და არას დაშვება იყოს ყოველთვის. ანაცია ბევრი შრომა არ არის, მაგის თქმა მინდოდა. აუცილებლად ჭირდება თამდევი რაც შენ ახსენე, ეფექტიანობა შრომას რა. აზრი კვალი უნდა დაყვებოდეს შენს აქტივობას რა. როგორ ახდენ დიაგნოზირებას იმისას, რომ აი ხა მე მგონი დავიწყეთ იმის კეთების გამო. კარგია. წინასწარ ვცდილობ ყოველთვის შევაფასო ამ ქმედებას თუ პროექტს, რა მოყვება. ხო, იდეაში და ეს რა მოყვება ყოველთვის იქნება, როგორ გითხრა, რაღაცები შეიძლება დაითვალო, ბუნებრივია და ფულში გადაიყვანო. იმიტომ რომ ხა კომერციულ ორგანიზაციაში ბუნებრივია საბოლოო ჯამში ამაზე ფიქრობ ყოველთვის. მაგრამ რაღაცები შეიძლება ესე ვერ დაითვალო და გადაიყვანო რაღაც სხვა ტიპის სარგებელში. შეიძლება იყოს რაღაცა ორგანიზაციული ცოდნის გაძლიერება, პროცესების გაუმჯობესება, ხარისხის გაუმჯობესება და მსგავსი. ანუ ამაზე ვფიქრობთ, როცა არ მარტო მე, ანუ იდეაში ხო გუნდი, როცა გადაწყვეტილებას ვიღებთ, ეს დავაინვესტირო თუ ამაში დავაინვესტირო და თან ახლა ეს გადაწყვეტილებები ეს არ არის მხოლოდ რომ სულ გაქვს ფუფუნება, რომ ყველაფერში ჩაასხა, ხო, რესურსი და ფული. მოდი პირდაპირ თქვათ, ახლა ულევი რესურსი არავის არ გვაქვს. არც დრო, არც ნერვები თანამშრომლებს, რომ ყველაფერს მივედმოვედოთ. ამიტომ სულ მუდმივად ვცდილობთ, რომ რაღაცა შევარჩიოთ ყველაზე ოპტიმალური ამ სიტუაციაში, ამ გადაწყვეტილებებიდან. ცხადია იმ დაშვებით, რომ შეიძლება შეცდომას დავუშვათ, ახლა მან ხო არ არის ეს ამბავი. მაგ შემთხვევაში თუ შეცდომის გადამზღვევ რისკად მიგვაჩნია რომ მოდი გავაპილოტოთ რა, პატარათი დავიწყოთ რაღაცა, ეგრევე რაკეტის მშენებლობას კი არ იწყება, არამედ მოდი, რა ვიცი, ჯერ კაბინა უშენე ამ რაკეტას და აბა ერთ შეხედე. საერთოდ სიამოვნებს ამ კაბინაში ჭდომა თუ აპირებს სადღაც გაფრინდე და ასე შემდეგ. იტან გადათვირთვებს და მსგავსი. მერე თუ ამბობ რომ კი მერე აგრძელებ შემდეგ ეტაპს და ანუ ეტაპობრივად აკეთებ ამ ყველაფერში დროის და რესურსის ინვესტირებას, იმიტომ რომ რაღაც მომენტში შეიძლება მიხვდე რომ მართლა არ გიღირდა ეს ყველაფერი და დროულად გააჩერო, ოღონდ ეს გადაწყვეტილება აი ნაჯახივით უნდა მიიღო თქო სულ ამბობ, იმიტომ რომ არის სიტუაციები ხალხს უყვარს. მოდი რა კიდე წამომატოთ, რომ მოდი კიდე წამომატოთ ფული ეგება რამე გამოვიდეს.
და ეს ჩაძირული ფულის საი კარგად განათლების სანქოს ფიქრობთ გეცოდინებათ და ძალიან ჭკვიან ადამიანებს ემართებათ და ძალიან მაგარ ინვესტორებსაც ემართებათ ეგეთი რამე მაგრამ ნუ ხო რა ეგ არის ანუ პილოტი მოდი ესე ხო რაღაცნაირად ეხლა ჩემ ტვინში შეიკრა ემოციით მიღებული გადაწყვეტილება მაგისგან კაი ცველი გამოდის ჩემ წარმოდგენაში ეხლა რაც შენ თქვი პილოტი კი ბატონო იყავი ემოციურად მოტივირებული უბრალოდ მოდი პატარა მასშტაბით დაიწყე და მანდვე ავტომატურად გიცავს სანქოსთისგან და მოკლედ ამ ყველაფერს რო ყოფოდი მე პრაქტიკულად ჩემ თავზე ვფიქრობდი როგორ არც ერთი ეგ შაბლონი და ეგ ფორმულა არ გამოვიყენე და სულ კედელს ვეჯახები ხოლმე თავით ეგ დროს. ვიანი არაზოს არ არის, ეხლა ხომ მაგას ვაკეთებთ, მაგრამ მოგზაურობაში არ ვარ, დასალა განვითარ. Netflix-ის CEO-ს გამახსენდა, რომ რაღაცნაირად პროცესუალურად აქტ ორგანიზაციაში დაგიგმილი და თან კითხვაც ჰქონდა ეგ მომზადებული და ახან წამოწიე თემა, მაგრამ ჩაიკითხები. Netflix-ის CEO-სგან მაქვს მე გაგონილი და მომწონს და მე ბევრი სხვა მას დაადასტურა. მოგეთ ეგეთი იდეა გვაქვს რა. ჩვენი მთავარი ამოცანა არის როგორ დავტესტოთ მაქსიმალურად იაფად რაღაცა რა. ანუ საერთოდ არ ვსჯელობ თუ და ვფიქრობთ იმაზეო, რომ აბა, მოდი ამას გავთვალოთ, ანუ მარტივად რა, იდეა თუ მოგწონსო და გვინდა შედეგი ვნახოთო, პროცესუალად ისეთ ვიცოდე, რომ მინიმალური ექსპერიმენტის ფულიმა გამოყურა. MPV-ს კი არ ვთვლიო, რამდენად უკუგება იქნება. არამედ ვუყურებ იმას, რამდენის გადაყრა შემილია რამე რო იყოს ამის ექსპერიმენტშიო რა. და შესაბამისად პროცესუალად დანერგილი მაქვს, რომ რაც შეიძლება მალე ჩავუშვათ იდეა პატარა მასშტაბით პრაქტიკაში მივიღოთ უკავშირი და ვნახოთ ეს ის არის რაც არის და თუ არა გავაჩეროთ, თუ არა გავუშვათ რა. კი ბატონო, კი ესეც შეიძლება რა თქმა უნდა, Netflix-ი ცხადია სხვა მასშტაბებზეა გასული ვიდრე ბევრი ქართული ბიზნესი და ამას მოდი ესე ვთქვათ რა, ამას აღწევ განვითარების რაღაც ეტაპს. ეს ახლა არ არის ესე მარტივი თუ პირობითად სხვა უფრო მნიშვნელოვანი პრობლემები გაქვს წინ ვიდრე R&D და research and development. ხო, რა თქმა უნდა. ხო, ბუნებრივია და ალაგ-ალაგ ახლა რა ვიცი ვიცით კომპანიები სხვაც სადაც შეიძლება ხარვეზიან პროდუქტს ბაზარზე გამოუშვებენ რომ მერე გაასწორონ და ესეც მიღებულ ფილოსოფია და რეგულირებულ ბიზნესში ამას ბუნებრივია ვერ იზამებს მოდი ვთქვათ მაგის ფუფუნება არ არის მაგის ფუფუნება არ არის იმიტომ რომ პრობლემაზე გექნება ო კი რა თქმა უნდა შვენი ეხლა რას ვფიქრობ იცი ისევ აი ამ წინა პოდკასტში სადაც თუმრად იყავი მოვისმინე და ეხლა ამ საუბარს თქვენივე საუბარს რო უყურებდი რამც და ეგეთი განცდა დამჭა რომ რაც როგორც ვისმენ შენ ნაკლებად სავარაუდოა რომ ამ მომენტისთვის გაწუხებდეს ეგრეთ წოდებული შენს მიერვე დარქმეული სუპერმენის კომპლექსი რა. ნუ აი ვიცი ხა რო გისმენ მოყვები იცი როგორ გისმენ ხა როგორც პოტენციური შენი გუნდის პოტენციური წევრი რა და აი განცდა მაქრო ხო რა გამოყვები რა ანუ აი ამ კულტურაში ამ მიდგომაში მე გამოყვები რა და თან მერე გამიშდა ეგეთი კითხვა ხა მეც ჩემ თავზე მაგ ეგეთი წარმოდგენა რომ მეც არ მაქვს სუპერმენის კომპლექსი მეც ეგეთი წარმოდგენა მაქვს ჩემ თავზე მაგრამ ჩემ თავზე ვაღიარებ რომ დარწმუნებული ვარ იყო ჩემ ცხოვრებაში დრო როდესაც მაწუხებდა ეგ განცდა ეხა ვიცი რომ ეგრე უნდა დავარქვა მაგასთას რა მაშინ მასე არ ვეძახი ხო და ეხა შენ მინდა კითხო რა შენ გამოსtildeება მიიყვანა მაგამდე თუ თავიდანვე ასე უყურებდი ამ საქმეს თან სუპერმენის კომპლექსით განგვიმარტებ არემ მე კი ისე მოვიხსენიე თითქოს ეხაც ყველამ უნდა იცოდეს ხო ნუ ჩემი განმარტება ხო შენი განმარტება სუპერმენის კომპლექსი ან სუპერვუმენის მოდი ესე გენდერულად დაბალანსებას არეწყინოს არის ხოლმე როცა გონია რომ შენ მარტო შეგიძლია მიიღოს სწორი გადაწყვეტილებები შეუვარდე რაღაცა პროექტს გააკეთო ის მიუხედავად ნებისმიერი ასე რომ ვთქვათ გამოწვევისა მე ესე უყურებ ხოლმე ამას რა და აი მე ვარ და ქუდი מחურავს და თუ ნაბადიათ როგორც ამბობენ ხოლმე ხო მოკლედ როგორც არის ეს იდეაში ძალიან საშიში ამბავია იმიტომ რომ ზედმეტად თავდაჯერებულობაზე მეტყველებს და
მოდი ესე ვთქვათ რა, ეგოზე რომელიც აროგანსში გადადის. კი, აროგანტულობაში გადადის. ანუ არავინ არ ამბობს, რომ ეგო არ გჭირდება, ეგო გჭირდება ბუნებრივია, მაგრამ სწორი ფორმით გჭირდება ადამიანს, თორე ისე ვერაფერს ვერ მიაღწევს ცხოვრებაში, ხა თუ საერთოდ არ აქვს რაღაც ტიპის თვითშეფასება, მაშინ საერთოდ გამოდის, რომ შენ თავსაც არ აფასებ და არც იმას აფასებ, რა შეგიძლია შენ გაუკეთოს შენ საზოგადოებას. შენ გარშემო მყოფებს, შენ ოჯახს და ასე შემდეგ, ხო? რა პოზიტივი შეგიძლია შემატო სამყაროს. მაგრამ ეს თუ ზედმეტი გაქვს, მაშინ უკვე გეწყება ის, რომ აი მე ვარ ყველაფერი და ჩემზე უფრო მაგარი და ჩემზე უფრო ჭკვიანი და მოკლედ მე ვარ გმირი. ესეთი სიტუაციები დარწმუნებული ყველა ცხოვრებაში ყოფილა, აი ლიდერშიპ პოზიციაში თუ ხარ, შეუძლებელია რაღაც მომენტში ზედმეტად თავდაჯერებული არ გახდე. რაღაცა მომენტში, რაღაცა კონკრეტულ სფეროში შეიძლება, ხო? ვიღაცას მაგალითად ეს კარგად გამოსდის, ვიღაცა რაღაცას მეორე ვიღაცა მაგალითად ინვესტორებთან ურთიერთობაში არის ტოპი და ისეთ ინვესტორს შემოგიყვანს ქვეყანაში, რომ ვაუ პირს დააღებ და იტყვი, რომ როგორ მოახერხა ამ ეს ადამიანმა, არა და მისთვის ეს ძალიან ჩვეულებრივი ამბავია. ვიღაცას შეიძლება IT სისტემებში. ამას აღწევ თავს მე პირადად ძალიან ესეთი ჩემი თავისთვის შეხსენებით ისტორიიდან და აქ რასადროდისი მეხმარება რომში გენერლები როცა ტრიუმფს ატარებდნენ, შეიძლება იცდეს ამბავი, ანუ ძველ რომში, რომელიც გიგანტური იმპერია იყო, ტრიუმფატორი როცა შემოვიდოდა ხოლმე უწყობდნენ ტრიუმფს რა და მოკლედ მოდის ადამიანი დიდ რა ქვია იმას კაცო მაშინ ცხენზე ამხედრებული კი არა და ეტლით და რაღაცა და მოკლედ ყველა აქებს ადიდებს გვერდზე ეყენა მონა და ეუბნებოდა ნუ გავიწყდება რომ მოკვდავი ხარ ხო და რეალურად ანუ ეს მე გადამყავს ესე რა მცხოვრებისთვის ცოცხალს არავის გაუსწრია თქო შესაბამისად ჯობია keep it low keep it humble რომ ყოველთვის შენზე ჭკვიანი ვიღაცა გამოჩნდება ყოველ შენზე მაგარი ვიღაც გამოჩნდება და ჯობია ამაზე კი არ იყო ორიენტირებული რომ აი რაღაც არამედ იმაზე იყო ორიენტირებული აი ამ ცოდნით ამ უნარებით შენ რა შეგიძლია გააკეთო პოზიტივი მეტი არაფერი რა და დაუშვი ის რომ შეგეშლება ვიღაცა ყოველთვის თუ გონია რომ ყოველთვის ჭკვიანი ხარ ოთახში ხო იცი წადი მაგ ოთახიდან ოთახში აი ეს ამეტი არაფერი თორე კი როგორ არა მქონია მომენტები რომ აუ ეხლა ეს გავაკეთე და მოდი ეხლა რა ჯობია ამას და მსგავსი მაგრამ საბოლოო ჯამში არა იცი ამეთ ეს სუპერმენის კომპლექსის გაცნობიერება რომ მე მგონი მქონდა ან მაგ ცოტა სახეში რომ შემოგარტყავს ცხოვრება ხო არ გეხმარება ძა ალბათ საჭიროც არის ხოლმე პირდაპირ ძა ყველანაირი მის გარეშე შემოგარტყავს შემოგილაწყვებს გუშინ რო გაგიზიარე დღეს ის 2 წუთნახევრიანი პოდკასტი რო აქვს მეტროში რო უსვეს იქ ერთ-ერთს მარო თქვა იდეაშეს ბავშვებმა მოწევა და დაიწყონ იდეა იყო ეგ რომ ბავშვები გარეთ მალე დამოუკიდებლად უნდა გავიდნენ რაღაცას მოგზაურობა უნდა იპოვონ რომ მოკლედ უნდა გაილახონ წაიქცენ და დაეხეთქონ ცოტა რომ აზზე მოვიდნენ რა ხდება ეგ იყო და ეხა მაგას დაუკავშირე გონია რომ გარდაუვალი არის რა ანუ აი სანამ არ მოგხვდება მაგას ვერ ხვდები რომ უძლეველი არ ხარ უნდა დაგაგდონ რა და შეიძლება ამ მოხვედრის დროს ძალიან ისეთი მძიმე ტრავმა განიცადო კიდეც ხო მოდი ესე ვთქვათ გინდა ფსიქოლოგიური გინდა ფიზიკური მაგრამ ეს უნდა დაძლიო რაღაც მომენტში და მე ხამ დამიწდე ან დაგამიწებე ან დამიწება საოცარი მე ხო დამიწებაზე გამახსენდა შეიძლება ოდნავ არ ადეკვატურია მაგრამ მაინც აი ეს რომის ტრიუმფის და ტრიუმფატორების ამბავი მე ნამდვილად არ ვიცოდი და რატომღაც ეგრევე გამახსენდა ისტორია რომელიც მე ძალიან მომწონს დანიელ კანემანი თვალსახად იცნობ და დანიელ კანემანზე ყვება ადამ გრანტი თავის ციკლში ყვება. მოყოლელი მაგ პოდკასტში კიდე უნდა მოყვე, იმიტომ რომ ძალიან მომწონს. მოკლედ დანიელ კანემანის ფილოსოფია აღფრთოვანება იმით, რომ შეცდა. ანუ დამიწების საუკეთესო, თვით დამიწების საუკეთესო მაგალითია ჩემთვის. ანუ ესე მოხდა, რომ მასე გრანტი გამოვიდა, ჩაატარა კვლევა, თავის კვლევა წარადგინა, იგივე საკითხზე, რაზეც მანამდე წარადგინა კვლევა და დასკვნები კანემანმა და გრანტმა გადაახია თავზე, ანუ ვირტუალურად გულისხმობ ეხლა თუ რა ქვია მაგ სიტყვას, ხატოვნად ვამბობ, გადაახია კანემანს თავზე თავის დასკვნები რა, თავისი ახალი კვლევით. და მე წავიდნენ ლანჩზე
და ნუ კანემანი არის უბედნიერესი რა, აი უბედნიერესი. და გრანტი ეკითხება რომ კაი რა გიხარიაო, ძალიან დიდი ბოდიში უდიდეს პატივისცემა თქვენო ნობელის პრემიო, რა გიხარიათო თქვენი დასკვნებიო გადავხიეო რა და სამგეროდ ეხა უფრო ნაკლები არ ვიცი ვიდრე აქამდე არ ვიცოდი. ანუ აღმოჩენა რომ ეხა უფრო ნაკლები არ იცის, აი რამხელა ჩემთვის ძალიან შთამბეჭდავი მაგალითი იყო ტვინწყობის განსხვავებულობის რა და ალბათ ნუ დიდი აზროვნება ჭირდება მაგას რა. მაგარი ისტორია. განვითარების იმაზე მეტყოლებს ადამიანის დონეზეც რა. კითხვა. რამდენად მოკლე დროში და რამდენად ნაკლები ხარჯით შეგიძლია შენი ინვესტიცია გადააქციო ფულად? ანუ რამდენად ლიკვიდურია შენი აქტივი? ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი თვისებაა, ძალიან მნიშვნელოვანი მაჩვენებელია ინვესტიციის, რადგან მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დისციპლინირებულად ვზდი ჩემს საინვესტიციო პორტფელს, სულ მაქვს ეს ფიქრი, რომ რო დამჭირდეს, რამდენად მალე შევძლებ ნახტფულად გადაქცევას იმ ინვესტიციისა, რაც აქამდე გავაკეთე. ამ თვალსაზრისითაც საფონდო ბირჟებზე განთავსებული ამერიკული კომპანიების აქციები ძალიან მიმზიდველია. წამებში საბაზრო ფასად ყიდი საჭიროების შემთხვევაში აქციას და სულ რამოდენიმე საათში თანხა უკვე ჩემს საბანკო ანგარიშზეა. ასე რომ თუ ეს იყო რაღაცა ფორმით შევაფერხებელი, შეგიძლია გადახაზო, გადახვიდე ვიდეო სახწერაში მითითებულ ბმულზე, გახსნა საინვესტიციო ანგარიში ჩვენი თანამოაზრე საქართველოს ბანკის მობილ ბანკში და დაიწყო ინვესტირება დღესვე. რაღაც მომენტში ახსენე რა, არას თქმა ახსენე. და პოდკასტშიც გააქვს ნათქვამი. რაღაცნაირად და მეც ხუებისგანაც გაგონილი მაქვს და პრაქტიკული კითხვა. როგორ ვისწავლოთ არას თქმა? და რატო უნდა ვისწავლოთ არას თქმა? მეცად იყო ეს მშვენიერი ფრაზა გაქვს ნახმარი, ძალიან მომეწონა, იმიტომ რომ ჩემი პრობლემა არას თქმა. არას თქმის დისციპლინა. აი ძალიან მაგარი ფრაზაა, მე თუ მკითხავ რა. მე ჩემთვის პირადად ეს იყო თავის დროზე არა მხოლოდ ის რომ აი მოდი არა ხო შეგიძლია თქვა ბევრ რაღაცაზე რა გინდა პროექტზე გინდა სადღაც პირობითად წასვლაზე მოსვლაზე რაღაცის ყიდვაზე ბავშვ შეგიძლია უთხრა არა როცა რაღაცას გთხოვს ხო ჩემი ფავორიტი საქმიანობაა აი მაგაში ვერ გუბაზავს სამწუხარად აი მანდ უკვე ემოციამ იმას მიშვება პროსი გოგოა კენი ჩემთვის იყო ძალიან მარტივი როცა გავიაზრე რომ არ არის აუცილებელი ყველას მოწონდე შენ გადაწყვეტილებებში და არ არის აუცილებელი იყო როგორ გითხრა კაი ტიპი ბიზნესში და არა მარტო ბიზნესშიც რა აი ეგ იყო როგორ გითხრა ოკეი ანუ მე ვფიქრობ ობიექტურად რომ ეს ახლა გასაჩერებელია აქ ამაზე ფულს ვერ გამოყოფთ აქ რა ვიცი ამ თანამშრომელთან ცოტა სხვანაირად უნდა მოვიქცეთ და ასე შემდეგ და ამოსვლა როგორ გითხრა რა არ ვიცი შეიძლება ცოტა კულტურული მომენტი არის საქართველოში ძალიან ხშირად ეს პლიზინგის კულტურა არის რა სადაც კი მოდი ვუთხრათ მაგრამ სინამდვილეში მე არ გავაკეთოთ რაღაცა ხო მაგრამ კაი ტიპებად გამოჩნდებით და არ მინდა რა ჩემ თავს უთხარე მე ესეთი რაღაც თავის დროზე მარტივად მირჩევნია გამოჩნდე რაღაც მომენტში სულ ტიპად ადამიანთან და ვუთხრა არა მაგრამ ეს არა იყოს დასაბუთებული ობიექტური და შესრულებადი ხოლო როცა ვამბობ კის ესეც იყოს დასაბუთებული ობიექტური და შესრულებადი იმიტომ რომ დაპირება უნდა შესრულდეს ეგ არის ბიზნესის პირველი პრინციპი და უპირველესი და ნდობა ამითი იქნება თუ აი ამას გაარჩევ ერთმანეთში მორჩა ანუ მან მეტი როგორ გითხრა რა არ გჭირდება თავის გამართლება რატო უნდა თქვა არა სადღაც რაღაცაზე რატო უნდა გააჩერო რაღაცა თემა რატო უნდა თუნდაც შეხვიდე მოდი ესე ვთქვათ არაკომფორტულ საუბარში რა ვიცი შენ რა ვიცი
გინდა ინვესტორთან, გინდა კოლეგა დირექტორთან, მენეჯერთან, გინდა რა ვიცი ბიზნეს პარტნიორთან რა. ზანა. იცი როგორი კუთხით არაში ჩაგეძიები კიდე იმიტომ რომ მანდ მაინტერესებს შენი პოზიცია. სტრატეგიულ არას გულისხმობ ამ შემთხვევაში რა, ანუ ყველაფერს ვერ გააკეთებ რა. ოკეი. რაღაცებზე არას ამბობ. მოდი ეს რაღაცები კარგია, რაზეც არას ამბობ. ხა რატო ვახსენებ რა, ერთ-ერთი კლიენტი ყავს, რომელსაც ვემუშავები და მათ შორის მეორეს, მოკლედ ხშირად შემხვედრია ეგა და მათ შორის მე ვარ ხშირად სხერპლი, მაგისას უმახსენდება ხოლმე რომ ლევან სხვას როეულები შენც იგივე და გასაკეთებელი. ბევრი კაი რაღაცაა რა, ყველა მინდა რა. ესეც ახაც ფული შოება, ესეც კარგია, ეს სტრატეგიული, ყველაფერი კარგია. მაგრამ არა და არ გამოგიო. პირიქით უარესია რა, ორი კურდღლის მანდევარი ვერც ეს დაიჭერ და ვერც მეორეს პრინციპია. აი მაგ არას დისციპლინას რა ვუყოთ რა. ოკეი, კაი. თუ ამ მიმართულებით უყურებთ ორი რამე არის რა. ერთი ბუნებრივია იდეებს რა გამოლევს. სამყარო არის სავსე ძალიან ბევრი ძალიან მაგარი განუხორციელებელი იდეებით. მაგას ვახსენებ ჩემ თავს ხოლმე. დრო შეზღუდული გვაქვს, ფული შეზღუდული გვაქვს, შესაბამისად, რას უნდა მივაქციოთ ყურადღება და ნუ ცხადია ინტერესით შეზღუდული გვაქვს, ყველაფერი ვერ იქნება საინტერესო ადამიანისთვის, ხო? რაღაცა კონკრეტულად არის საინტერესო ორგანიზაციისთვის, ეხლა რა ვიცი, ვერ გაიქცევი და ვერ დაიწყებ აბსოლუტურად საპირისპირო საქმის კეთებას, ანუ რაღაცა ინდუსტრიაში რო ხარ, ეხლა მოდი უნივერსიტეტი ვარ და მოდი ეხლა რაკეტები ავაშენო. რატომაც არა, ხო? თითქოს საინტერესოა. კაი ბიზნესი ჩანს. კაი ბიზნესი ჩანს, ხო? მაგრამ სინამდვილეში, ხო, ანუ უნდა შევაფასოთ სარგებელი ერთი, და ეს სარგებელი ფინანსური არა, ფინანსური როგორც გითხარი და ასე შემდეგ და მსგავსი და მეორე შესაფასებელი გაქვს, მოდი ესე ვთქვათ, განხორციელებადობა, სიტყვა რისკს არ გამოვიყენებ მანდ. განხორციელებადობაში მე პირადად 4 რაღაცას უყურებ. და აქ არის ესეთი NTCP მოდელი ძალიან მიყვარს Novelty Technology Complexity Pace, ანუ NTCP ესე. სიახლე, ინოვაციურობა, მოდი ესე ვთქვათ, ტექნოლოგიურობა, კომპლექსურობა და სიჩქარე. რამდენად სწრაფად მინდა რაღაცა, აპირობითად. რამდენად ინოვაციურია, რამდენად ტექნოლოგიურად დატვირთული არის, რამდენად კომპლექსური არის და რამდენად სწრაფად მინდა. ანუ ხო შეიძლება პირობითად იდეა რომელიც გამიზიარე იყოს ძალიან საინტერესო ფინანსურად. არა 5 წელი ჭირდებოდეს. მაგრამ 5 წელი სჭირდებოდეს. მაგრამ შენ არ კონდეს 5 წელი, შენ მეუბნე რომ 1 წელიწადში გამიკეთე. ეს რას იწვევს? ეს იმას კი არ ამბობს რომ პროექტი არ გამოვა, მაგრამ რისკი მატულობს ავტომატურად, ხო? შესაბამისად ეს ტრეიდ-ოფი ეგრევე უნდა გავიაზროთ და ვთქვათ, ოკეი, კაი, მაგარია, 5 წელიწადში ალბათ ამას კომფორტულად გავაკეთებდით. 3-ში გაჭირვებით, 1-ში თითქმის შეუძლებელი შეიძლება იყოს. მოვდივართ ამ რისკზე, იმიტომ რომ ეგეც გადაწყვეტილებაა, ხო? ვიღაცებს უღირთ ეს რისკი და ამბობენ რომ არა, აი დღეს მინდა გუშინ წინ ჭირდებოდა და დავიგვიან უკვე ამ საუბარში დამაგვიან და ასე შემდეგ. მაშინ ეს გადასაწყვეტი გვაქვს. ეხლა ბუნებრივია შენ როცა სხვისი ფულით ოპერირები, ინვესტორის ფულით, აქციონერის ფულით, აქ ცოტა უფრო ფრთხილად იქნები. როცა ეს შენია, იქ შეიძლება ცოტა მეტი გარისკო და ხო ვიცით ეხლა ენტერპრენერშიპი ეგ არის კიდეც რა. შენ იღებ იმ შინაგან რწმენას, რომელიც გაქვს და მთელი ეს შენი შინაგანი რწმენა არის შენი ასე რომ ვთქვათ დრაივი რა, შეიძლება ფული არ გქონდეს დიდად და არავინ არ ყავდეს გარშემო დიდარი ბიძიანდეი და ვინც ამას დაგიფინანსებდეს, მაგრამ მაინც გჯერა და აკეთებ და მაგ რისკზე მიდიხარ. ეს შევხედოთ ამას. ინოვაციურობა რატო აღნიშნულოვანი? თუ რაღაცა სუპერ ინოვაციური, ანუ ბუნებაში არავის არ გაუგია მსგავსი რაღაცის შესახებ, ხო, ბუნებრივია რისკი კიდე მომატებულია. მეტი დრო დაჭირდება, მეტი გადაკეთება დაჭირდება. ანუ რაც უფრო ბუნდოვანია შენ რა გინდა მიიღო და რაც უფრო აქამდე არავის გაუკეთებია, მით მეტი გადაკეთება დაგჭირდება. ამისთვის მზად უნდა იყო რა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რომ მოლოდინები მართვა ამ მომენტში. მე მინახავს სამწუხაროდ პრაქტიკაში ადამიანები, რომლებიც ამ მოლოდინებს არ მართავენ და ამბობენ არა მაგარია, აი რაღაცას აკეთებს, მოდი ჩვენც ახლა ამას გავაკეთოთ. იმ ვიღაცას ამის საშუალება ცოდნა უნარები შეიძლება კონდეს, ფულიც კონდეს და გარისკვის თავიც კონდეს. შენ თუ არ გაქვს, მაშინ ბუნებრივია შეიძლება შეხვიდე ისეთ რამეში, საიდან შეიძლება ვერ გამოხვიდე
მოდი ესე რომ ვთქვათ, ორ ფეხზე. შეიძლება გამობობღდე, შეიძლება ვერც კი გამობობღდე და გიღირსე გა, ანუ აი ეს საუბარი უნდა კონდეს რა ადამიანთან. ეს ახლოს არის სხვა შორის იმ დადასტურების მიკერძოებასთან, confirmation bias-თან, რომ საკუთარი იდეები ყველას ძალიან გვიყვარს, როგორც საკუთარი შვილები. და აი მან უნდა გაჩერდე რა, მან უნდა დაფიქრდე და ვიღაცასთან მიხვიდე დააჩელენჯებინო შენივე თავი, რომ ამაზე იფიქრე, ამაზე და მე თუ ამაზე ნაფიქრი გაქვს და გიღირს ამ რისკად და ამბობ რომ მე მაინც ვხედავ გზას როგორ მივიდა, მაშინ დაიწყე. კი ბატონო, ეგ უკვე შენი გადაწყვეტილებაა, დასრული ადამიანის გადაწყვეტილება. თუ ეგ ყველაფერი ნაფიქრი არ გაქვს, ნუ მაშინ ბავშვური გადაწყვეტილებაა, მოდი ესე ვთქვათ რა. არა გააზრებული რომ ამას შეიძლება დაჭირდეს წლები, ამას შეიძლება დაჭირდეს ძალიან დიდი ფული, დიდი ნერვები, გადაკეთება, ფრუსტრაციები ალაგ-ალაგ ხო, რომ რაღაც არ გამოდის ესე და რატო არ გამოდის და ასე შემდეგ. ვარდისფერი სათვალები თუ უყურებ ამოდენა პროექტს, ნუ რავი, მაშინ ახლა მოდი რა ცოტა უფრო მარტივით დაიწყე. რამე და ის მოსინჯე, გააპილოტე და მე თუ მოგეწონება და გამოგდის ხო. ტექნოლოგიურობაც ბუნებრივია, შესაძლებელია მე თუ, რა ვიცი, სახლების მშენებლობა მაგრა ვიცი, პირობითად და კერძო სახლების და რაღაც ორსართულიანების, ეგრევე სათამჯენზე გადავიდე, ცოტა რისკიანია, მე რა რომ ასე რომ ვთქვა, იგივეა, თითქოს იგივეა, მაგრამ აბსოლუტურად სხვა რაღაც სიტყვას, ხო? ანუ აი ესეთ რაღაცებზე ვიწყებთ ფიქრს მსგავს დროს. და მე უკვე დაადარე აი ეს განხორციელებადობის კომპონენტი სარგებლიანობის კომპონენტთან. და თუ ეხლა გჯერა მაინც რომ ძალიან მაგარ რაღაცას აკეთებ, არავინ არ გიშლის ხელს მარტო, რა ვიცი, რომ გიჟური ექსპერიმენტებიც ატარო, ხო? აკეთებენ, ხო. ესე გამოდის რაღაცები ხა თავის დროზე ბორბალიც ალბათ გიჟური ექსპერიმენტი იყო, ხო? იმიტომ რომ ბუნებაში მისი ანალოგია არ არსებობდა, ვიღაცამ გამოიგონა გააკეთა. ფენომენალური იქნებოდა მაგის ყურება, რომ ისდენ და მსჯელობდნენ ბორბალი გაეკეთებინა. არა მარტო. ხო, არა, ბორბალი რაღაცნაირად განსაკუთრებით გამოუგნებელი. მაგის სიღრმეში რო ჩავდივარ ხოლმე, ხო, იგივე საჭმლის მოფიქრების და კეთების და იმის პროცესი აი ოდითგანვე ძველ რომის რა საინტერესო იქნებოდა და რანაირად ხდებოდა ეგ ყველაფერი. ეხლა შენ რომ აი ხა ბოლო კითხვაზე რო საუბრობდი, შეიძლება მე ცოტა გადავედი სხვაგან და თვალწორად არ აღვიქვი, მაგრამ მე ისევ აღვიქვი როგორც იდეა, რომელიც უკვე მე რამდენი ეპიზოდს ვაკეთებ და ყველა ეპიზოდში ყველა სტუმართან წამოიწევა და კიდევ ერთხელ წუნდები, რომ ალბათ ერთ-ერთი უნიშნულესი რამ არის კონტექსტის იდეა რა, ანუ აი ყველაფერში დავდივართ საბოლოო ჯამში კონტექსტამდე რა, ანუ აი ეს ყველაფერი შეიძლება ჩამოთვალე, კიდაც ეს 4 თუ 5 მაჩვენებელი, ხო? ხო, ანუ ჩემთვის არის კონტექსტი რა, ანუ ინოვაციურობის თვალსაზრისით რა კონტექსტში ხარ, ტექნოლოგიურ თვალსაზრისით რა კონტექსტში, ანუ ყველაფერს სulis ხოლმე ეს კონტექსტი და ალბათ მთელი ეს განსხვავება სუპერ წარმატებულსა და წარუმატებელ იდეებს შორის არის ხოლმე განხორციელების კონტექსტები რა. აი ეგეთი ის მაქვს. აი რაღაც უკვე ღრმა წარე დაჯერებად გადამექცა ეგ ყველაფერი. სხვა შორის დაჯერებაზე და გამახსენდა. ნუ მე პირადად ძალიან და ვიცი რომ ლევანსაც ძალიან გვიყვარს ეგრეთ წოდებული, ბატონო? გამეღიმე. ხო? ლევანს. არაფერი, გაგზავნა. თუ არ გიყვარს შემეკამათე. ესა სინეკის ოქროსტრეს ვეძახით ამ ყველაფერს ჩვენ რა. რისთვის, როგორ და რა. მგონია რომ ცხოვრება ეგრე მოწყობილი, ყველაფერს ერგება. ხო, ეხლა კი ძალიან ისე გამოგდის, შეიძლება მე გამომდის რომ მივაწერე სინექს რა, შეიძლება მილიარდმა ადამიანმა მანამდე ეგ თქვა, უბრალოდ ნუ რა ვქნა ეხლა ჩემ ცხოვრებაში. ისგანაც გავიგე. პირველად იმას მივაწერ. კი ბატონო, ჩემ ცხოვრებაში ეგ თქვა სინექმა, მაგრამ აქვე რისი თქმა მინდა რომ ყველაზე მეტად მომხვდა შენს მიერ ძალიან საინტერესო გამოყენება ამ პარადიგმის, იმიტომ რომ ჩვენ ამას ვიყენებთ როგორც სტრატეგიის შემადგენელ ნაწილს და შენ იყენებ როგორც change management-ის ნაწილს, ცვლილებების მართვის ნაწილს. და დაუფიქრდი რომ ჯერთი რა მაგარი მიგდება ამის ესე გამოყენება და თვალსაწიერის გაფართოება და თურმე რამდენიმე შეიძლებოდა ასე შემეხედა და მე კიდე დამაინტერესა რომ აი მეც გავიგებდი სიამოვნებით
აი ამ მიდგომის გამოყენებაზე მაგკუთხით რა. მით უმეტეს, რა ვიცი, ხა პროექტების გამოცდილება, მართვის გამოცდილება არ რა ვიცი, ვერ შეგეჯიბრება ბევრი ვერავინ. ცვლილების მართვის დროს ანუ კონკრეტულად რაღაც ორგანიზაციული ცვლილებს რამე რაღაცის შეცვლის დროს იყენებ ამ რატომ როგორ და რა სარგებელი მათთვის ხო ანუ რა საბოლოო ჯამში მათ რა იდეაში ხო რაში ეგ გააქვს ხო მათ რა იდეაში ხო ნახე ზუსტად იგივე კონცეფცია არის უბრალოდ მე რადგანაც ეს უკვე ჩემი გამოცდილებიდან პროექტებით ვიყავი ძირითადში და კავებული ყოველთვის უყურებდი პროექტს როგორც ინსტრუმენტს რაღაცის მიღწევის და არა უბრალოდ პროექტისთვის. ანუ როგორც ვისაუბრეთ წინა ჯერზე, არ მუშაობთ უბრალოდ იმიტომ რომ ვიმუშაოთ, ხო, ეგ ხო რაღაცნაირად არს აკლებს ჩვენ მოდი ესე ვთქვათ რა, აქტივობას და არსებობასაც რა ადამიანურად. რისთვის არსებობ ხო უნდა კონდეს გააზრებული. და იგივეა რა, ანუ ეს შევხედოთ start with the why, ხო? და მე უკვე იმჟელე იმაზე როგორ აკეთებ ამ ყოველებს ორგანიზაციული ცვლილებაც ხო იგივეა, ანუ ცვლილება არის მომავლის შექმნა ახლის, სტრატეგიაც შემთთვის არის ახლის შექმნა, სტრატეგია ყოველთვის ხო რა, წინი ხედება ეს არ არის რაღაცა შარშან რა ვაკეთეთ და შარშან წინ რა ვაკეთეთ და ყოველთვის არის იქეთ ხვალ არა და ზეგ, მასზეგ, მოდი ესე ვთქვა, წლების შემდეგ რა უნდა ვაკეთოთ. ეს ბუნებრივია ნებისმიერ ცვლილება პროექტი იქნება საბოლოო ჯამში, ნებისმიერ პროექტი იქნება ცვლილების განხორციელების ინსტრუმენტი, შედეგად უკვე სტრატეგიის მიღწევის ინსტრუმენტი. ოღონდ არ უნდა დაგვავიწყოს, შეიძლება მოგვიწევს ცვლილებები უშუალოდ ამ სტრატეგიაში. ანუ დღეს რო რაღაც დავწერე, ერთ-ერთად შეიძლება არ იყოს რელევანტური, ხა რა ვქნათ, გარემო არა. აი, მოდი მაშინ ცოტა უფრო დავკონკრეტდები და რატო? იმიტომ რომ ალბათ ეგ ნაწილი ყველაზე მეტად შემეხო რა. აი რისთვის კითხვა არის, ჩემთვის კრიტიკული მნიშვნელობის კითხვა რა და ეხა ესეთი მაგალითი კი არა, ესეთი შენი ბიოგრაფიიდან ესეთი მაგალითი ავიღოთ. ქართულად არ ვიცი როგორ იქნება, მაგრამ agile ტრანსფორმაციას უბერავთ საქართველოს ბანკში. იყო ხო, რო იყო მაგით და აი ხა მაგრად მაინტერესებს აი ამ უზარმაზარ teams იმ ხალხის ვინც მონაწილეობდა მაგაში რისთვის რასეუნები რისთვის ოკეი ნუ ისევე როგორც მაშინ ეს იყო ერთ-ერთი ესე რომ ვთქვათ პირველი მცდელობა ტრანსფორმაციის დაწყების ხო იქაც მთელი იდეა იყო დაკავშირებული იმასთან ორგანიზაცია სად უნდა აღმოჩენილიყო და რისთვის უნდა მიაღწია. ბევრი პროექტი კეთდებოდა ძალიან, ხო? მახსოვს რაღაც 200-ზე მეტი, მე 400-ზე მეტზე ავიდა ეს წლიურად, ანუ საკმაოდ ეფექტური, ასე რომ ვთქვათ, იყო თვითონ ბანკი ამ ნაწილში, მაგრამ სარგებლის რეალიზება ესე სწრაფად ვერ ხდებოდა. ანუ ცოტა გვიან ხდებოდა ზოგჯერ თვითონ დამკვეთი აქედან რა გამოვიდა, რა მიიღო. განსაკუთრებით IT პროექტებს ეს თვისება ახასიათებთ, რომ სანამ რეალურად ხელში არ დაიჭერ ამას და რაღაც არ გააკეთებ, ვერ ხვდები. რა შეუკვეთა რა ჩამოვიდა ხშირი. ხო, რა შემოკვეთა და რა ჩამოვიდა ხარ სულ და ეჯაილი თავიდან ბოლომდე ამაზე იყო იდეა, რომ მოდი უფრო სწრაფად გამოუშვათ, თუნდაც პატარა პროტოტიპი, თუნდაც პატარა მცდელობა, გავტესტოთ, მოსინჯოთ ძალები. ნახოთ მოგვეწონება, შევაგროვოთ უკავშირი, გადავაკეთოთ, ერთი ეს. თუ არ მოგვეწონება, დროზე გავაჩეროთ, ანუ რისკსაც გიმცირებს იდეაში, ხო? რომ შენ ფუჭად არ ხარჯო დიდი დრო და რესურსი და მე წლის ბოლოს მიხვდე, რომ თურმე ეს არ მოსწონს მოხარებელს. და შენ რაც გეგონა რომ მაგარია, მოხარებელი საერთოდ ესე შეხედავს და კაი რა, ანუ იქ სხვაგან უკეთესია იტყვის, ხო? მთელი იდეა ეგ იყო. მთელი იდეა ეგ იყო და ყოველს ეგ არის პრინციპში, ანუ ეჯალის უკან დგას ის რომ არა თუ მხოლოდ უფრო სწრაფად ვიმუშაოთ და პროდუქტი დავდოთ, არამედ თან შევამციროთ რისკი ინოვაციებში, დროულად მივხვდეთ რა მუშაობს და რა არ მუშაობს და გავხდეთ უფრო ეფექტურები. ეს იყო მთელი იდეა. ხო, მოქნილობა არის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბენეფიტი. შორის agile ქართულად ვიდრე გაათარგმნო მოქნილია. უი, მართალი ხარ, მოქნილია, ხო? მოქნილობა, მოქნილი, მარდი კიდე ესე. მარდი ამბობ ხო. მოქნილობა ძალიან ეხა
აი ამ გადასახეიდან ხა მართლა რამდენი წელი და ძალიან ისეთი შთამბეჭდავი კარიერა დაგიგროვდა. ალბათ რთული სათქმელი იქნება, მაგრამ მაინც ვიკითხავ რა. რო გადახედავ, რამეს შეგიძლია თქვა, რომ სხვანაირად გავაკეთებდი, ეხა რომ იმიშვა? თუ butterfly effect-ის გეშინიერი. Peplis effect-ი. არა, მე butterfly effect-ის, ანუ მე სერიოზულად ვამბობ, რომ მე actually არაფერს, იმიტომ რომ მე butterfly effect-ის მეშინია. Peplis effect-ი კაი. ანუ მე ესეთი კარიერაში რას ნიშნავს შენ? ხო, მე ესეთი ფილოსოფია მაქვს, რომ მე ხა როგორც ვარ. მე ვამბობ, რომ ეხა ვარ ძალიან კმაყოფილი ცხოვრებით რა. ოკეი. და იმიტომ რომ რაღაცა არ მომწონს, რაც გავაკეთე, მაშინ ის რო შევცვალო, მე არ ვარ დარწმუნებული, რომ აქამდე მოვიდოდი ისევ. შეიძლება იმ კონკრეტულ რაღაცაში წარმატებას მიმეღწია, მაგრამ მე არ ვიცი გრძელ ვადაში სად მომიყვანდა. ამიტომ წარსულში ცვლილებებთან ძალიან ფრთხილად ვარ ხოლმე, მაგრამ ეხა ჰიპოთეტური კითხვაა, მართლა ხო არ გეუბნები რომ წამოშევცვალოთ? Peplis effect-ის თემა იყო. გეშინია იმის რომ შეიძლება მართლა იმ მომენტში ის მოგეგო, მაგრამ რა ვიცი, მაგის გამო მე ძალიან საინტერესოა. მივხვდი ახლა რა სამბობ ხო. ჭმუნმები წარსულში სხვანაირად რომ მოქცეულიყავი, რა ვიქნებოდი დღეს, ან ვინ ვიქნებოდი დღეს მე? ან ვიქნებოდი თუ არა საერთოდ? ხო, საინტერესოა. ქონდა წლების წინ მეც ეს დავანებე თავი, კაი ხანი არ ქონია, ვიტყვი რომ ალბათ იმიტომ რომ ვიგძენი რომ ეგ არის, ასე რომ თქვათ, რომ შენ წარსულზე თუ დაიწყე ფიქრი და ჭმუნვა, ანუ არსად არ მიგიყვანს. ცხადია, თუმცა უნდა იფიქრო იმაზე, რომ რა გავაკეთე არასწორად და ხომ არ შეიძლება ეს მომავალში გავაკეთო სხვანაირად, თორე შარშან მოდი ესე ვთქვათ რა, ჩვენ ხო რეალურად იმის ჯამი ვართ, რა გავაკეთეთ სწორადაც და რა გავაკეთეთ არასწორადაც და რა გავაკეთეთ სხვანაირადაც. და მაშინ ანუ გამოდის რომ ეხა შენ ის ცვალო უკვე სხვა იქნები, სხვა რეალობაში, რა ვიღა პარალელურ რეალობაში ვარ ვიქნებით, მოდი ესე ვთქვათ. ამიტომ არა, ეგ ჭმუნვები აღარა მაქვს, უფრო მაქვს რეფლექცია იმაზე, რომ აი ეხლა სხვანაირად ხომ არ შეიძლება მოვიქცე. ეს ალბათ იქნებოდა თავის დროზე უნდა მოდი ვთქვათ დამეძლია ჩემი ზედმეტად ანალიტიკური ესეთი რა ეხლა შეიძლება ესე არ ჩანდე, მაგრამ რაღაცა თუ შენი უზარმაზარი მათემატიკური ბექგრაუნდიდან გამომდინარე დაგეძლია დამეძლია ანალიტიკური ინტროვერტული რაღაცა მიდგომები საქმის და გარემოს მიმართ უფრო ადრე და მეტად კომუნიკაცია გუნდის წევრებთან, ადამიანებთან და ეს ასე რომ ვთქვათ განმევითარებინა უფრო როგორ გითხრა რა, გარემოზე ზემოქმედების სწორი უნარები, რაც არის კომუნიკაცია ძირითადში, უფრო ადრე. კი, ძალიან მოგეწონება შენ, რაც ვისაუბრეთ, ეხა საზერლენდის ალქიმია. ეგეთი კონცეფცია შემოაქვს რა, ლოგიკა და ლოგიკის გვერდზე, რა თქმა უნდა, უტრირებული ეს ყველაფერი ფსიქოლოგიკა. ანუ შრალი რაციონალი და ემოციებით გაძეძგილი გონივრულობა. აი ეს ორი რაღაცა შემოაქვს სამბჯელოდ. როგორ მესმინება მეც როგორ ავუშვი. არა ლოგიკური არის, მანამ სანამ გაიგებ ადამიანის არსი როგორია რა და იმ არს და კონტექსტს რო ჩაწვდები და იმ მიზანს რატო აკეთებ ამას ესე და რეალურად რა სარგებელს იღებ, მე შეიძლება შენთვის არალოგიკური გამოდის, იმიტომ რომ შენი სარგებელი სუფთა მათემატიკური არის, მაგრამ იმ ადამიანისთვის ძალიან ლოგიკური გამოდის, იმიტომ რომ მისი სარგებელი საერთოდ სხვა არის და ის როგორც კი შემოყავს განტოლებაში, რავი, ეგა ლოგიკურად მოქცეულა თურმე და ფსიქოლოგიკა ძალიან ბევრი რამე რაც მუშაობს, არანაირი ლოგიკა არ არის, თუმცა ძალიან ბევრი რაღაცა რაც არ მუშაობს, ძალიან ლოგიკურია რომ უნდა მუშაობდეს. ეგეთი სტეიტმენტია. აი ფენომენალური წიგნია დედასპიცა ელექტრომობილზე მაგის ისტორიას რა. პირიქით, ეგ მოსმენილი გაქვს, პირიქით რო წარმოიგინო რა. ხო. წარმოიდგინე სიტუაციაა რომ ჩვენ შიდა წვის ზრავების მანქანები კი არ განმოვითარებთ თავიდან. ელექტრომობილები განმოვითარებთ რა, ეგ მაგან წაიღო რა თემა. და წარმოიდგინე რომ უცებ შენ ხარო ელექტრომობილების ბიზნესი გაქვს, წარმოებელი ხარო და უცებ მოდის ინჟინერიო და გეუბნება რა, აუ, იხა ჩვენ ნახე რა უნდა გავაკეთოთო რა. ბევრად უფრო კომპლექსური მოტორი უნდა გავაკეთოთო. რომელშიც ფეთქებადი ნივთიერება უნდა ჩავასხათო. რომელსაც ზედკიდე საპოხი მასალები უნდა დავამატოთო. რომელსაც ხმა ექნებაო. გამონაბოლქვი და
მაგას ხო არავინ არ დაგიმტკიცებდა, მაგრამ კი. ეხა ხო პირიქით ვარ თუ ეხა ეს შეყვარება ეს გვაქო უბრალოდ იმაზე. მაგარი. მაგრამ რო ვფიქრები, არავინ საერთოდ არ დაიწყებდა მაგის წარმოებას, ეს რო გქონოდა, საერთოდ არა. მე მაგ ეხა უცნაური კითხვა არის, რომ სულ მაინტერესებდა და ეხა დავაფიქსირე, რომ მოაზროვნე მყავს იმაში, რა ქვია, გადაცემაში ჯერ. საიდან მოაზროვნები ვართ მოდი ესე ვიტყვი, ანუ. ნუ, პროფესიონალი მოაზროვნე მოდი ისა. საიდან როგორ და რანაირად, ანუ თქვენ მანდ რაც ხართ, როგორც ხართ, რანაირად ახერხებთ რა, ანუ რაოდენობის თან პარალელურად კრისტალის სიო ხარ რა, ანუ ის ხო არ არის რაღაცა მამამ დაგიტოვა რაღაცა, ანუ დედამ დავზიხარ და მთელი დღე კითხულობდა ერთობი იმით რომ ვერა. შეუძლია რანაირად ახერხებ მაგას, ანუ რა ულტრასტრაფად კითხულობ, გამახსოვრდება, რა საკეთებ, რანაირად ახერხებ რა? აუ კითხვა რომლის დასმაც სულ მერიდებოდა და დასვა კაი. აბა ის მე მინდა გამოგიტყდე და უკვე ულტრასტრაფად ვერ ვკითხულობ. ვკითხულობდი. ძალიან ბევრს, იმიტომ რომ იყო წლები ჩემ ცხოვრებაში, როცა ეს იყო ჩემთვის ძირითადი, მოდი ესე რომ ვთქვათ, სამყაროს გაცნობის ინსტრუმენტი. აი როგორ? ნუ რა ვიცი, აი დაწყებული ნებისმიერი ენციკლოპედიების დონეზე რაღაცა შემეძლო წამეკითხა სრულად თავიდან ბოლომდე, ხო, რაღაც მაკმილანის ენციკლოპედია და შემეძლო ზეპირად რაღაცები მხსოვებოდი. დღეს ეს ცხადია, ესე არ არის, იმიტომ რომ რაღაც მომენტების მერე ხვდები რომ რაღაც ცოდნა ბოდიში და არის ფუჭი, იმიტომ რომ არ გადგება, ან გავიწყდება, თუ რაღაცას არ იყენებ, ის ხომ მოდი ესე ვთქვათ რა, ნებისმიერი ინსტრუმენტი თუ არ გამოიყენე, რაღაც მომენტის მერე ბლაგდება და twin-შიც სასრული ოდენობა, ასე რომ ვთქვათ, ნერვული უჯრედები გაქვს, ეს ყველაფერი გახსოვდეს. მაგრამ ეს რისის საშუალებასაც გაძლევს მომავალში არის, რომ ძალიან ბევრი რაღაცა, როგორ გითხრა, ხა არ მინდა ვთქვათ, მე შევიდე რაღაც მაშინ როგორ მუშაობს ნეირობიოლოგია და მსგავსი, მაგრამ ეს ნეირონული უჯრედების გენთება რაღაცა სიტუაციებში. ძალიან ხშირად, სადაც ანალოგიები, ლოგიკა, ინტუიცია, უნარები მოქმედებს ერთი და იგივე მეთოდებით, მე ვიტყოდი რა, აი როგორც ახლა გადაწყვეტილების მიღებას ვსაუბრობ, რაღაცა სისტემა არის, იქაც რაღაც სისტემა არის. როგორ მუშაობს ეს სისტემა? რთულია ხა, მაგრამ მე თვითონ არ გამიკეთები ამის რეფლექსია ესე, მაგრამ ბუნებრივია რაღაცა საკითხული გაქვს ბევრი, ბუნებრივია ის რომ ძალიან ბევრ ჭკვიან ადამიანთან ერთად თან მოდი ესე ვთქვა და ერუდირებულ ადამიანთან ატარებ დროს და ამ მსჯელობებში, ამ განხილვებში შენ სწავლობ რაღაცებს და ძალიან ბევრ რაღაცას სწავლობ. ვარჯიშობთან ხო რეალურად მაგრამ ხო, კი, ვარჯიშობდი ახლა დღეს ამისი სამწუხაროდ ფუფუნება ნაკლები მაქვს დროის ამბავში, მაგრამ თავის დროს ძალიან ბევრს თამაშისთვის წინასწარ მზადებებით და იგებ უამრავ სიახლეს, რომელსაც ასევე მე აერთებ რაღაც იმ შენ ცოდნასთან, იმ შენ უნარებთან, იმ შენ გამოცდილებასთან. და მე უკვე ალბათ კოგნიტიური პროცესები თვითონ მუშაობს ახლა, იმიტომ რომ რაღაცა მომენტში ხომ იცი რომ twin-ი, როგორ გითხრა, პლასტიურობას იძენს, სწრაფი გადაწყვეტილებების მოძებნაში, სწრაფ პასუხებში ინტუიციას, ყველაფერი ხო რეალურად რაღაცა განათებებია twin-ში და იმპულსები. ესე, მეტი რა ვთქვა. იცი რა მაინტერესებს, აი კითხვის რაოდენობა რა. ხო. ანუ სისწრაფე გემატება ავტომატურად, როცა ბევრს კითხულობ, ანუ ბოლოს რაღაცა დონეზე უფრო სწრაფად კითხულობ, ხო? ანუ აი რა სისწრაფით კითხულობ, დღეში რამდენს კითხულობ, რამდენ საათს უთმობდი და რამდენს კითხულობდი თუ გახსოვს. რომ გვერდების ხო რაოდენობრივად რა. ნუ რა, შემეძლო საკმაოდ სქელტანიანი წიგნი წამეკითხა ერთ დღეში. ო, აი მაგას ვერ მივახციე, მაგრამ სულ მინდოდა. შემეძლო და მე ღამე კიდე მეორე, ოღონდ თვალებს ვიფუჭებდი, ბუნევრია ამითი ახლა, ამ 90-იან წლებში. და ნუ ანუ რო თქვი რომ სამყაროს შეცნობის თქვა პირობითად ვამბობ, ჩემთვის თუ თავისუფალი დროის გატარების, ანუ არასამეცადინო დროის გატარების საშუალება თუ იყო ყალათბურთის თამაში, ეზოში თუ კომპიუტერის თამაში სახში, და წიგნიც იყო მათ შორის, ანუ თავისუფლად ის იყო. ცხადი. თუმცა ერთ-ერთი ნაწილი იყო გართობის და შემეცნების. შენ თავიდან ბოლომდე მანდ იყავი ჩასული თუ ძალიან უტრირებ ხა და ძირითადში ეგ იყო. ძირითადში ეგ იყო. თუმცა ცხადია, ეზოში მე შემოდიოდი. გემახსოვრება. ამაშობდით. თემურცაც. მე ხომ გავყარო, ეხლა მე ვფიქრობდი, რამდენად ის იქნება კარგი ამ ისტორიის მოყოლა თქო და უნდა მოუყვე. ისტორია თვითონ არაფერი არა, მაგრამ უნდა მოუყვე.
თან კითხვასაც შეესაბამება. მართლა რამდენი წელია ვიცნობთ ერთმანეთს, ხო? და მოკლედ არ ვიცი ეგ რა შეგზნებაა, არ ვიცი მაგ ემოციას რა ქვია, მაგრამ როდესაც შენ გნახე უკვე ბევრი წლის მერე რასად როდისში პროფესიონალ მოთამაშე მოაზროვნეთ და როგორც გაირკვა საბოჯამში სწორედ მახსოვდა აგერ ბროლის ბუსფლობელი და ასე შემდეგ. კარჩე, ეგეთი რაღაცა დამემართა და არ ვიგონებ მართლა დავაკვირდი მაგას, მართლა ეგრე იყო. განსაკუთრებული საჭიროება თუ არ ვიგე მოთხოვნილება გამიშთა, რომ ყველგან მეთქვა, რომ მე და შენ ერთად ბავშვობაში ეზოში ვთამაშობ. გაიხარე, მადლობა. ანუ არ ვიცი რატო გამიშთა ეგ საჭიროება, მაგრამ აი ყველგან სადაც კი შანსი, ეხლა მართლა ძალიან მიყვარს კლუბი, ძალიან მიყვარს ეს თამაში. საერთოდ მგონია რომ ფენომენალური მოგონებაა და ფენომენალური კულტურაა საერთოდ ამ თამაშის გარეშე და იმდენად აი ეს კავშირი რომ მოუძებნე შენი სახით კლუბთან, იმიტომ რომ მე სხვა არანაირი კავშირი არ მაქვს გარდა ტელევიზორის ეკრანისა და შენი. და ეს კავშირი საკმაოდ ახლო იყო, იმიტომ რომ მართლა პატიოსნად ეზოში ვთამაშობდით ნაირ თამაშებს. შესაბამისად ძალიან ამაყად, გარდა იმისა რომ ერთადაც გვიმუშავია ერთ დროსაც ერთ კომპონენტში, გამიშთა ეს სურვილი რომ ყველგან სადაც კი შემეძლო მეთქვა რომ მე და ილია და მომეყოლა რაღაცა ისტორია ეზოდან. ჩემ აღქმაში ცელებრიტები არიან რა, რასაც ხო, ანუ ახლა ჩემ აღქმაში არიან, რომ ცელებრიტები არიან რა. არა, არიან. არა, ჩემ არ არის, ანუ ის ფეხბურთის ლეველი, ანუ არ არის ეგრე რა, ანუ ეს და ნუ რაღაცა მაგ მიმართულებაში. არა, მე ხა საქართველოს ბანკის ლიგაში მაქვს დათამაშები, რასად რუდის. კი, სადაც, მაგრამ სულ იგი იყო, იცი რა, სად მქონდა, რას ვიჭერდი რა, რომ თემა თუ შემეხო ხა მაგ თემაზე თუ რაღაცა ვიცი იქ ხო ეგრე ვაკეთებ მაგრამ შეგიძლია ამდენი თემაზე ეგ როგორ უნდა იცოდე და მე სისხარტე რა მაგრამ ერთი რას დავაფიქსირე გუნდურად როცა მოდის მე გიადვილდება ცოტა შეკავშირება რა ცალცხად იმან რაღაცა თქო იმან რაღაცა აუ ეგ არის და რაღაცა ეს როგორც მე ვხვდები თქვენ მაგას ვარდიშობთ სინამდვილეში იმიტომ რომ სხვა ეხა ცოდნაში როგორ უნდა ივარდიშო ჯგუფურად მაგას ალბათ უფრო აი ამ არ ვიცი ქართულად უნდა რუსულად უნდა თქვა სატოპკეების აწევაში ვარჯიშობთ ერთმანეთისთვის რა რომ აი გამოიტანოთ იქედან მნიშვნელოვანი ნაწილები რა ნუ შეიძლება ესე ითქვას ვარჯიშობთ თამაში უშუალოდ ანუ რაღაცა კითხვები მოდის და მოდი ახლა გავარჩიოთ და ვიკამათოთ ვიჩხუბოთ იქ მოკლედ საკმაოდ ემოციური არის რა მოსულა კი როგორ არის და რას ამბობ კაცო და ასე შემდეგ და მსგავს მოსულა მაგრამ გუნდია და ყველა მეგობრული არის ესეთ დროს და ეს კამათი ყოველთვის პროფესიულია მოდი ეს შეხედე სხვა რა ყველას თავისი ცოდნის სფერო აქვს თუმცა უნებრია ვიღაცას რაღაცა მაგრამ ესმის მე მაგალითად ქიმიის ინჩიბინჩი არ ვიცი, სამაგიეროდ, მაგრამ ვიცი ისტორია, გეოგრაფია, მათემატიკა და ესეთი რაღაცები, ვიღაცა ხელოვნება იცის კარგად. ეს არის. ისევე როგორც ანუ მაგარი გუნდი არასოდეს არ იკვრება ერთი ადამიანით, ყოველთვის იკვრება 6 როგორ გითხრა, ადამიანით, რომლებიც რაღაცა თემაში ყოველთვის შენზე მეტი იციან. ხო, როგორც ნებისმიერ გუნდურ სპორტში ყველას თავის პოზიცია აქვს და თავისი ფუნქცია და როლი რა. სულ საწავედით, მაგრამ რა ვქნა. აი, მაგას პოდკასტ ხომ არის, მიდიხარ სადღაც ხოლმე. სულ ფიქრობდი ჩვენ ბავშვობაში რუსულ რასაც როდის ზეწავალ, მაშინ ჯერ კიდე არ იყო აქტიურად ქართული ვერსია. სულ ფიქრობდი ბლინოვის ექსეულში ბლინოს რა ფუნქცია ქონდა რა. ნუ იმიტომ რავი მე ვერ გავიხსენე მაგაცის ვერცეთი პასუხი რა და მე პასუხების არჩევა სერიოზული ხო და მე მივხვდი რა ანუ ასაკთან ერთად მივხვდი რომ სულ სხვა რამე ევალებოდა და სულ მიკვირდა რომ როგორ ჩემი კუმირი დრუზი რატო არ არის აქ კაპიტანი და ღმერთი და ასე შემდეგ რა და ნუ გაირკვა რომ ეგრე არ არის. აი ეგ არის სწორედ ხელოვნება და თუ ჩვენ decisive-ს დაუკავშირებთ, შენ რომ შეგიძლია განყენებული იყო უშუალოდ ვერსიისგან. ხო. იმიტომ რომ ეს შენი ვერსია არ არის და შეგიძლია შვიდად ტვინში გადაამუშავო და განიხილო ესე რომ ოკეი, ჩემთვის არაფერი ამითი არ იკარგება რომ ეს ჩემი ვერსიას ემოციური ატეჩმენტი არ გაქვს. ემოციური ატეჩმენტი არ გაქვს, დისტანცირება გაქვს.
ესეთი კაპიტნები არიან ყველაზე მაგარი კაპიტნები. ეს რა მაგარი დაკვირვება. და X-თან პარალელობა დაგლიჯა ეხა ძალიან მაგარი პარალელი იყო. და თან ხო დარწმუნდება ხა, იმიტომ რომ მითამაშე სუპერ სამოყვარულო დონეზე, მაგრამ რთულია რა პასუხი არჩიო რა. კი, ძალიან. და ეს ვინც მაგას ისმე ჯერ ხო ეს მეორე თემა რაც მიკვირდა ეს როგორ ესმით აყანებთ როგორ გესმით ერთმანეთს მაგარი გამაგებინა მეტი არაფერი. აყანში რო გადაწყვეტილებებს იღებენ გენიალური. ხო, თან ისე რა საინტერესო არის ხა რაღაც კავშირი მინდა გავაბარო და შენი დაკვირვება მაინტერესებს. რამდენად დაგეხმარა ეგ თამაში შენ პროფესიულ კარიერაში? სერიოზულად. სერიოზულად. და რა იყო ის რასაც იტყვი რომ აი ეს მომცა ამ თამაშმა რა? ამან მომცა ერთი რომ ბუნებრივია სწრაფად აზროვნების, პარალელების, გავლების, ანალოგიების მოძებნის საშუალება ბევრ რაღაცასთან, გარდა იმ რაღაცა ცოდნის ბაგაჟისა, მოდი ესე ვთქვათ, რომელიც ალაგ-ალაგ შეიძლება გჭირდება ძალიან, ალაგ-ალაგ შეიძლება ცოტა ძალიან შორს იყოს პრაქტიკისგან და ცხოვრებისგან, ახლა რამდენი მოდი ესე ვთქვათ, ხმოვანი იყო ძველ ებრაულ ენაში, რა ქვია, ენაში საერთოდ შეიძლება არ იყოს საინტერესო დღეს, ხო, შენთვის საქმეში. მაგრამ იქ თამაში გჭირდება. ანუ პარალელების გავლება, სწრაფი ანალოგიების მოძებნა, გადაწყვეტილებების მიღების შიშის ნაკლებობა, იმიტომ რომ იქ ბუნებრივია, ერთ წუთში წარმოიდგინე რომ რაღაცა ხშირად უნდა მიიღო გადაწყვეტილება. შენი გადაწყვეტილება და შენზეა დამოკიდებული იქ სწორად იზამ ამას, არასწორად იზამ ამას, პასუხისგებლობის აღება. ერთი პერიოდი ამას პროფესიულადაც ვიყენებდი ძალიან აქტიურად, ფაქტობრივად გადაწყვეტილებით მანქანასავით ვიყავი, რომ აი მოდი გადაგიწყვეტავ და რაღაცა ესეთი თემები სწრაფად და რაღაცა, მაგრამ რაღაც მომენტში ამან მინდა გითხრა ხელის შეშლაც დაიწყო. ანუ რაღაც პერიოდის მერე როცა გადაწყვეტილებებს მეტი სიდინჯე სჭირდება და უკვე არა გაქვს რაღაცა კრიზისული სიტუაციები, საჩქარო სიტუაციები, იქ პირიქით უნდა ამოხვიდე აქედან და თქვა რომ მოდი ახლა სხვებს მიცეთ საშუალება. ხო? რომ აი ეს one man show-ები არ დადგა და ეს სუპერმენის კომპლექსებში არ გადახვიდე, იმიტომ რომ ძალიან ხშირად ეს გადაწყვეტილება შეიძლება იყოს აბსოლუტურად სწორი. განსაკუთრებით კრიზისებში და რაღაცა როცა გუნდი გიყურებს, ცხადია შენს ბუნებრივია გინდა იტვირთო ეს თემა თუ რაღაცნაირად და რაღაც მომენტებში ამას შეიძლება მერე შეაფერხო სხვების განვითარება. ამიტომაც რაღაც მომენტში ძალიან მაგარია. რაღაც პერიოდის მერე უნდა შეეშვა ამბობ რა და უნდა ჩამოყალიბდე შენ სათხარ მნიშვნელოვანი რო გადაწყვეტილებები მიიღო და ეს იქნება რა სტრატეგია პირობითად თუ რა ტოპ მენეჯმენტში ხარ ეს იქნება რა ინვესტორებთან ურთიერთობა აქციონერებთან რაღაცა მნიშვნელოვანი პროექტები გუნდის განვითარება და განებო თავის ოპერაციო საქმეს სრულად და ეს გადაანდო სხვებს და რისკიდან გამომდინარე ასე რომ ვთქვათ გადაწყვეტილებების ესკალირება შენთან რო არ მოდიოდეს რაღაც ელემენტარული თემა, ესეც უნდა ისწავლო შენ თვითონაც რა. და რომ გადაანდო ადამიანს, მისცეს საშუალება თვითონ იფიქროს, თვითონ მოქცეს ოფცია, საუკეთესო თვითონვე შეიძლება აიღოს რაღაცა რისკი, ან გაიზიაროს შენთან ეს რისკი. ასე რომ თავიდან მაგარია, რაღაც მომენტში უნდა საქმე რა. აი ეხა რო ვისმენდი ამას ვფიქრობდი რა. რასაც საუბრობდი არის რაღაცნაირად ბევრი სხვადასხვა საჭირო უნარის თვისების და ჩვევის ნაკრები რა, ასე ვთქვათ, რა უნდა აითვალისწინო, რა უნდა იცოდე, რა უნდა შეგეძლოს, რა არ უნდა შეგეძლოს, ასე. დღეს პლუს კიდე განსხვავებით ჩვენი კარიერების დასაწყისიდან და საწყისიდან უცებ შემოვიდა ხელოვნური ინტელექტი, რომელიც გვიგარებს, ანუ მინიმუმ სტანდარტული საბაზისო ცოდნის, სიღრმისეულ გაგებაზე არ ვლაპარაკობ, საბაზისო ცოდნის ძალიან დიდ წილს გვიგარებს. რა ვიცი, ისეთ თემებზე შემიძლია ზედაპირული მსჯელობა გავაჩაღო პირველი 15 წუთი, რომ ხო, რავი, ცოდნე ადამიანი დამწვავს, რომ გარტყმაში არ ვარ, მაგრამ რავი ეხა არ შევწვევი ესე ვიტყვი რა. ხო და რა მინდა იცით ხო? აი ეხა ამ გადასახეიდან რა რაღაც ერთ ყველაზე მნიშვნელოვან უნარ ჩვევა თვისებად
რას გამოყოფდი ხვალინდელი ლიდერისათვის რა, ხვალინდელი ლიდერების. AI ეპოქაში ლიდერი. ხო, აი ესე შევხედოთ AI ეპოქაში. კი, შემოვიდა, ანუ მოდი ესე ვთქვათ. ნამდვილად და ერთი რამე რაც მე ასე ვთქვათ, შემჩნეული მაქვს სამწუხაროდ, რომ გააზარმაცა მაგრად. აზრი, ასე ვთქვათ, ანუ აზროვნებითი პროცესი რა. შეანელა თუ მიაჩუმათა, რა ვიცი, ადამიანებში, ორგანიზაციებში და მსგავსი და ახლა მინახავს რომ აი ფაქტიურად ხვდები რომ ადამიანი მეილს გწერს და მის უკან ხელოვნური ინტელექტით დაგენერირებული კითხვები, მერე ჩაკითხვები, მერე პასუხები და მსგავსი დგას. მოდი ესე შევხედოთ რა. თუ სწორად იყენებ როგორც ინსტრუმენტს, მაშინ ეს უნდა გამოიყენო როგორც ინსტრუმენტი, რომელიც მოგცემს ოფციებს და შეგიფასებს იდეებს და შეგიფასებს გადაწყვეტილებების რაღაცა რაობას პირობითად. ან იცი რა, მაგალითად widen your options-ში ეს პირველი რაც არის, ხო, მოდი აბა ვიწრო ჩარჩოდან ამოვიდეთ და შევხედოთ კიდე რა არსებობს, აი მანდარი ყველაზე მაგარი. მან მოგცემს რომ აი იცი რა, ეს გამოწვევა მაგა, ეს ჩიქა ეხა შავი და ვერცხლისფერი რო არის, თან მინდა რაღაცა განსხვავებული გახდეს და მითხარი როგორ შეიძლება ეს მოხდეს, ბევრი ოფცია. ამაში ძალიან მაგარია. მაგრამ მას გადააწყვეტინო ეგ უკვე, მოდი ესე ვთქვათ, გამოდის რომ შენ მაშინ რისთვის ხარ, ხო? და მე ვფიქრობ, აქ არის ეპოქაში ლიდერის ძირითადი თვისება, რომ ამას რო შეაფასებ, რომ 9 ოფცია, 9-ვე გაიაზრო, რისი მომტანია სარგებლის ნაწილში, რისკის ნაწილში, მიიღო გადაწყვეტილება და ოღონდ მაგ გადაწყვეტილებას მე პასუხისგებლობაც აიღო. ხო, პასუხისგებლობის აღებაში ვერ მოყვება ვაფშე ეს. არც უნდა მოყვებოდეს, იმიტომ რომ მაშინ ჩაიდანია რა, ხო, ხელსაწყოა. ხელსაწყოა ინსტრუმენტია რა. ანუ მოდი ესე ვთქვათ, თავის დროზე ნაჯახი ხო არ იღებდა გადაწყვეტილებას, რომელი ხე მოეჭრა რა. რა ვიცი, მეტყევე თუ რა ქვია, იღებდა გადაწყვეტილებას. ზუსტად იგივენაირად უყურებ მე ამას. უბრალოდ გამომდინარე იქიდან, რომ ოფციები გექნება მეტი, ანუ ადრე თუ რაღაცის მოსაკვლევად შეიძლება ბევრად მეტი დრო დაგჭირვებოდა. წიგნები, ექსპერტები, ანალიტიკა, აბა ისა, ეხლა შეიძლება უბრალოდ დასვა კითხვა, სწორად თუ დასვა ამ კითხვას, მოგცემს რაღაც ოფციებს. ბუნებრივია უნდა გაითვალისწინო ბაიასები და ასე შემდეგ და შემდეგ მაგ კითხვას უნდა სწორი დასმა, უნდა უთხრა დამაჩელენჯე ერთი განსხვავებული პერსპექტივიდან, მოდი ანტაგონისტად წარმომიდექი ამ სიტუაციაში. მაგრამ გადაწყვეტილება შენია, გააზრებული უნდა იყოს ეს გადაწყვეტილება, შენ როგორც თქვი ახლა, რა ვიცი, მოდი ახლა მე თუ დილეტანტი ვარ რაღაცაში, რაც არ უნდა მაგარი იდეები მომიტანოს, ვერ მივხვდები რომელი ჯობია, უკაცრავად ესეა. თუ არ როცა დილეტანტი მაგ საქმეს არა. ხო, მაგარი რატოა იმას ვერ ხვდები რა. მაგარი რატოა ეს და შეიძლება მე მივიღო ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც მე ყველაზე მომწონს პირადად, იმიტომ რომ ყველაზე მსუბუქი მიმაჩნია რაღაცა პირადი ვიპოვე ამ გადაწყვეტილებაში კარგი ჩემთვის დღეს ამ მომენტში რაღაც ემოციას ავყევი და აი მან გავიშარები, იმიტომ რომ პასუხისგებლობას ეს არ აიღებს, პასუხისგებლობა შენია. და მე შეიძლება ვერც კი გაიმართლო თავი რატო ქენი ეს ანუ რო კითხავენ და აი რავი პირობითად აი აქ დავკარგეთ დრო კლოდმა მითხრა უნდა უპასუხო კლოდმა მითხრა და მე ისა კლოდს მოთხოვოთ ჯემინაის მიმართეთ უნდა გაუშვა მე ბოლო დროს რაღაცა კურსი ავიღე და მან ვისწავლე და ამიხარდა ვიცოდი რომ შესაძლებელი იყო მაგრამ არ ვიცოდი რომ ემეშლება ვისწავლე სკილის გაკეთება რა ამ კლოდში ანუ ის რომ მე რაღაცა განმეორებადი პროცესი რაც მაქვს იმის თანმიმდევრობა ვანახი გავატარე ასე ვთქვათ და მე დავუდელეგირე და ეხლა გუშინ დადგა მომენტი როდესაც მართლა რეალობაში ინვოისი გამომიწერეთ მოკლედო რა ერთ-ერთმა თანამოაზრემ მოვწერა და ეგრევე შევედი და ერთ რიმარკს ვაჭერს skill invoice ვავოეთ ეს სახელი ვიუც კომპანიის და გამოწერა და გააკეთა და მეთქი
მე კიდე რეპორტი გაკეთება ის ვასწავლე რა ქვია ბუღალტერიისთვის ბაბლჰედის გაყიდვების რეპორტის გაკეთება და ნუ აი ხო და ეხლა ველოდები როდის მოითხოვს ლევანის კლოდი დეკრეტულ შეულებაში გასვლას იმიტომ რომ მაგიტო ვასწავლი მაგას რო არ ითხოვს მე მგონია რომ მოითხოვს გატაკა მაგ კითხვაზე პროფკავშირებსაც შეგვიქმნიან და რატო მოუყევი ხეს იმიტომ რომ გავემარჯვები თუ გაქვს შენ ორგანიზაციაში რაიმე ტიპის თანა AI-ობანა დანერგილი, ანუ რაღაცა პროცესების ავტომატიზაციაში თუ ნელ-ნელა დაიწყე გადაბარება. რაღაცებს ბუნებრივია ვაკეთებთ, ხო? ოღონდ იმ ფარგლებში, რა ფარგლებშიც შეიძლება რეგულირებულ ინსტიტუტში აკეთო, რომ ეს არ იყოს რაღაცა, ასე ვთქვათ, პრობლემების მომტანი არავისთვის. არა. ეს ხდება მხოლოდ კორპორაციულ გარემოში, ასე რომ ვთქვა და კორპორაციულად მართვად სისტემებში, კომპანიას არ დავასახელებ, რომელსაც ვიყენებთ რეკლამად არ ჩამეთვალოს, არ იქნება სწორი. და ისეთ ბიზნეს პროცესებში, სადაც მოდი ესე ვთქვათ, შეუძლია რუტინი, არა, მე უბრალოდ ასე რომ ვთქვათ, მიმაჩნია არაეთიკურად რაღაც ორგანიზაციები ან რაღაცა ვენდორები, ვთქვა მაინც და მაინც, ხო? ისეთ პროცესებში, სადაც ადამიანის ამორთვა გირჩევნია, უბრალოდ იმიტომ, რომ ადამიანი იქ არაეფექტურია, მის დროს ხარჯავ, აი როგორ თქვა რა, გენანება ეს დრო, რაღაცა რუტინის კეთებაში, ინვოისი მაგალითად, ხო, აი რატომ უნდა იჯდეს განათლებული ადამიანი და აგენერირებდეს იმას, რაც შეუძლია გააკეთოს სისტემის პირობითა და აგზავნიდეს და მე ამოწმებდეს და ესეთ რაღაცა მშვენიერია, ხო? გააკეთებს რობოტიზაციით, AI-ით და ასე შემდეგ. მაგრამ ამას ვერ გამოიყენებ და სულ მაგას ვამბობ, რეალურად, აი მართლა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებში, რომლებიც შეეხება ადამიანებს, რომლებიც შეეხება რაღაცა კომპლექსურ თემებს და ვერ მიენდობი რა და იგზნობა ეგ სხვათა შორის AI გენერირებული კონტრაქტები მინახავს ადამიანებსგან მოსული რომ რაღაც აი მე იურისტი მყავს და სინამდვილეში იურისტი კი არ ყავს არამედ კონტრაქტს გიგზავნის ხელოვნური ინტელექტი ან ვიღაცა ხო და კითხულობ ამას და ხვდები რომ 3-4 კითხვის დასმითაც კი მთელი ეს მისი როგორ გითხრა ილუზია რომ რაღაცა შეუძლია ამას და ამის საფუძველზე შეუძლია გახდეს შენი კონტრაქტორი იმ სხრევა წამებში. ამიტომ მე ვამბობ რომ artificial intelligence is great, კარგია ხელოვნება, მაგრამ ჩვენ გვჭირდება authentic intelligence, ანუ აუთენტური ინტელექტი, ადამიანებზე დაფუძნებული. გამოიყენე რა პრობლემაა, მაგრამ სწორად რა პასუხისგებლია და ესაა ჩემი პასუხი. ეხლა გიხობა, ხომ მე არ მაქვს მაგდონეზე გარკვეული არც ტექნოლოგიაში არ ვარ ჩახედული, არც პროგრამისტობა მისწავლია შესაძლოა, არ ვიცი ესე ეგ თემა. და მათ შორის არც დიდად ფილოსოფიურად არ ჩაღრმავებული ვარ მაგა ამბავს რა. თუმცა ვისმენ რაღაცებს და იქ ელონ მასკი რაღაცას ამბობს, სერგეი ბრინი რაღაცას ამბობს, ვიღაცას ეშინია. ვიღაცას არ ეშინია რომ ჩაგვანაცვლებს აკუთხით ვამბობ. შეუძლია თუ არა შენი შეფასებით რომ ხელოვნური ინტელექტი გახდეს ინტელექტი. ის რაც ჩვენ გონია რომ ჩვენ ვართ. ან დაალგორითმებადი ვართ. შენ როგორ გონია? არა. რატო არ ვართ? რა გონია რომ რა არის ის ალგორითმად არ მუშაობს? იმიტომ რომ ახლა მათემატიკოსი კი ვარ, ასე რომ ვთქვათ, პირველი განათლებით და ძალიან დიდი, ასე რომ ვთქვათ, ანალიტიკური იმით, მაგრამ ჩემი აზრით ირაციონალურები ვართ საბოლოო ჯამში რაღაც გადაწყვეტილებებში, ანუ რაც არ უნდა ეხლა ეს მოდელები გვაქვს ბუნებრივია და ვცდილობთ რომ მაქსიმალურად რაციონალურები გავხდეთ. რაც AI-ს აი ზუსტად რომ არ გაუჭირდება ალბათ, იმიტომ რომ აწონ-დაწონის და შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილებები, რომლებიც იყოს მაქსიმალურად კი არა და აი იდეალური, მოდი ასე ვთქვათ, იმ კონკრეტულ მომენტში, იმ კონკრეტულ მოდელში და ასე შემდეგ. მაგრამ ჩვენ ნუ გვავიწყდება რომ ბევრ რაღაცას მაინც ვიღებთ გადაწყვეტილებებს გარემოსთან ურთიერთქმედების, გინდა სენსორული რაღაცას რო შევეხები, გინდა რაღაცა გრძნობებით, გინდა მოსმენით, გინდა თვალებში ერთმანეთის ჩახედვით და ასე შემდეგ. შეუძლია ხა AI-ს თქვას რომ აი მე ლევანს ვენდობი და გივის ვენდობი, რა ვიცი, რის საფუძველზე იტყვის ამას, ხო?
იმის საფუძველზე ხო ვერ იტყვის რომ ერთად ფეხბურთი გვითამაშია ეზოში. ვერა. ხო, რა ვიცი, ესეც ხო, მოდი ესე ვთქვათ, რაღაცა მოგონებების, რაღაცა ისტორიების, რაღაცა გამოცდილების შედეგია ეს ყოველივე. რის საფუძველზე შეუულია თქვას რომ ენდობი გოლი რო გამიტანე, თუ მე გაგიტანე რაღაც მომენტში, არ იცის ეს ყველაფერი რა, მოდი ესე ვთქვა და მარტო წარსულზე არა საუბარი. აი დღეს რაც ხდება. რეალურ სამყაროში და რეალურ ცხოვრებაში მე მგონი მისთვის ძალიან რთული რეპლიცირებადი და გასაგები იქნება, ან თუ იქნება, ეს იმდენად ძვირი იქნება, რომ უბრალოდ არ გვიღირდეს. ანუ შეიძლება გააკეთო ეს ალგორითმი, მაგრამ რამდენ ფულს დახარჯო ამას, რამდენ ელექტროენერგიას იმაში, რასაც ხო იცი, ანუ შეიძლება გსმენიათ ეს რაღაც 10 წამში რო შეიძლება მიხვდე თუ კარგი გამოცდილება გაქვს ადამიანების ასე რომ ვთქვათ შეცნობის ამ ადამიანთან საქმის დაჭერა გიღეს თუ არა ხო? რა ვიცი, შენ ამას იზამ 10 წამში შეიძლება, იმას შეიძლება ამას დაჭერდეს, რა ვიცი, იმდენი დრო და იმდენი რესურსი, რომ აზრზე ვერ მოვიდეს საერთოდ ეს კაცი შარლატანია და AI არის თუ მის უკან და მის იდეების უკან თუ მართლა რეალურად გამოცდილი პროფესიონალი, რომელსაც შეგიძლია საქმე ანდო, ბიზნესი ანდო, რა ვიცი, და მსგავსი, ხო? მე ესე მიმაჩნია, ანუ მაგნაწილში ცოტა პესიმისტი ვარ. ოკეი? სხვა, რა ვიცი, რუტინულიც და რთული ამოცანებიც, კი. მე ალბათ სწორი იქნება რომ თქვა რომ მოყვები შენ იმ ხედვაში რასაც აყალიბებ და პლუს დავამატებდი ჩემ აბსოლუტურად ყველანაირი ანალიტიკური ბექგრაუნდის გარეშე ხედვაში კარგად ვერ მიხვდი ესე უყურებ რა, ანუ ვიღაცა ადამიანი პირობითი ადამიანი მოინომებს თუ არა რომ ჩაანაცვლოს ადამიანები ხელოვნური ინტელექტით კითხვა ეგ არის თუ ანუ ამ შემთხვევაში ხომ მაგალითად უბრალოდ სვამ კითხვას თუ ის რომ ხელოვნური ინტელექტი თვითონ მივა იმ დონეზე რომ მოდი ეხა მე ჩავანაცვლებ კაცობრიობას რა კიდე სხვა კითხვა ხო ან მე სად ვიჭედები იცი რომ მე ვერ ვხედავ ვერანაირ მე ესე უყურებ რომ ხელოვნური ინტელექტი არის ზუსტად ის რაციონალიზმის მაქსიმუმი რაც ჩვენ თავებზე გვინდოდა და არ გამოგვდის შენ როგორც თქვი ირაციონალური არსებები ვართ რა და ხელოვნურ ინტელექტში გვაქვს მოქცეული ეს მთელი ამბავი რომ არის თავიდან ბოლომდე რაციონალური ხო შემთხვევაში ეგრე გვინდა რომ იყოს გვინდა იყოს ხო მე შესაბამისად ვერ ხვდები სრულიად რაციონალურ არსებას რა მიზნის მისაღწევად უნდა ჭირდებოდეს მაგალითად ადამიანის როლის დაკავება გაუგებარ პლანეტაზე, ეგ ერთი არ მესმის და მეორე მგონია რომ თუ ვინმე მოინდომებს რომ მოდი ჩავანაცვლოთ ადამიანები ინტელექტით, ეგ მესმის, იმიტომ, მაგრამ ეგ ადამიანების ჩანაცვლება არ არის, ჩემს ეგ არის, მოდი რაც შენ მოყევი. მოდი რუტინული ფუნქციები შევასრულებინოთ ხელოვნურ ინტელექტს. და მოდი ადამიანებს გავაკეთებინოთ ის რაციც ბევრად უფრო მეტი ერებულება. ამიტომ საერთოდ ვერ მაქვს შეიძლება ძალიან ბევრ ამას მაზავდა იმიტომ ვერ მაქვს, არა საერთოდ ვერ მაქვს გათვითცნობიერებული ეს ეხლა ძალიან მოდებული, შეიძლება ჩემი Instagram ალგორითმის ბრალია სხვა შორის, ძალიან მოდებული შიში, რომ მოდის ბოროტი ხელოვნური ინტელექტი და გვანაცვლებს. აი ძალიან მიჭირს მაგის აღქმა რა. მეც არა მაქვს ამის შიში ნამდვილად, ცოტა ამას უყურებ როგორც გამომდინარე, მოდი კიდევ ისევ რასადროდის ჩავუმალდები და ისტორიას, ნებისმიერი ახალი სუპერ ინოვაცია, მოდი რომ ანუ ესეთი ინოვაცია რომელიც აქამდე არ ქონდა, მისი ეშინოდათ ელექტროობის თავის დროზე და რაღაცა ჯადოქრობად მიაჩნდათ, ეშინოდათ ბეჭდვის და ციგნებს წვავდნენ, ხო? ეშინოდათ, რა ვიცი, ალბათ თავის დროზე ბორბლისაც ვიღაცებს, რომ როგორ შეიძლება ხო, ან და მსგავსი. და ნუ ხო არის ეს არტურ კლარკის ფრაზა, რომ ნებისმიერი საკმარისად განვითარებული ტექნოლოგია მიგაჩნია ჯადოქრობად. ხო, ანუ რადგანაც ის აქამდე არ გინახავს და ეგ არის რა, ჯადოქრობის ეხა ბუნებრივია გეშინია ადამიანს, იმიტომ რომ რაღაც კი, მაგრამ როგორ მოქმედებს ეს ვერ ხვდები, მანამ სანამ არ მიხვდები და ამიტომ არა ვარ ესე რა.
განწყობილი რაღაც. ორი რეპლიკა. პიტერსონი ამბობს, რომ მე ეჭვება რა ოდესმე ჩვენ გავაკეთოთ, იმიტომ რომ ჩვენ მარტო აქ არ ვარსებობთ, რაც შენ თქვი რა, მთლიანად ჩემი ინტელექტი მთლიანი ხარო რეალურად, რა, შენ twin-ი აქ არ არის მარტო რა. სენსორიო და იმას სენსორს თუ არ მიამატებ, ვერანაირად ვერ არის იგივენაირი ორგანიზმი, რაც შენ ხარო, რაც არ უნდა მაგრეთ თვალოსა. და მეორე მე ისეთი კითხვა, რა რანაირად შემიძლია მე შევქმნა რაღაც ისაც მე თვითონაც არ ვიცი როგორი ვარ. ანუ აზრი არ ვარ როგორ მუშაობს. და რანაირად თქო დავწერ იმის ალგორითმი, რომელიც მე თვითონ არ ვიცი როგორ მუშაობს. ნუ მან ხო მთელი იდეა ისაა, რომ საკუთარ თავს განავითარებს self learning მოდელები. თუმცა ხო, ხვდები რას ამბობ, ანუ პარადოქსი იგროა, როგორ გავაკეთო, ისაც მე თვითონ არ ვიცი როგორ მუშაობს. დაახლოებით კი, ეგ ამბავი არის, რომ კრეატორი, როცა შენზე უფრო მაგარ რაღაცას როგორ შექმნი, თუ არ გესმის, რა არის ეს, ხო? მესმის. ანუ შემითავე ავაწყვის რომ მე თვითონ არ მესწოდეს როგორ მუშაობ დაახლოებით ეგ ამბავია რა, ალბათ უნდა გაგიმართლოს და შემთხვევით ამ აგეწყოს. შეიძლება. თუმცა მეორე მხრივ ის მართლა ძალიან არ მაშინებს, მაგრამ მაგრად ეს რა გაოგნებულს მტოვებს აი ის მომენტები, როდესაც ნამდვილად არიციან რა ლოგიკით განავითარა თვითონ ხელოვნურმა ინტელექტმა რაღაცა კონკრეტული უნარები საკუთარ თავში. აი ეგ ფაქტი მე არ მაშინებს კიდევ ერთხელ ვიტყვი, მაგრამ აი ამ რაღაცნაირ აღფრთოვანება გაოგნებას ჩემში იწვევს რა. როცა გვაქვს ხოლმე ეს ხო დრო ხანდახან საუბრობთ ხოლმე მე და ჩემი შვილი მაგაზე, იმიტომ რომ ის სწავლობს აკადემიურად ხელოვნურ ინტელექტს რა და მე იმას ვეკითხები ხოლმე რაღაცეებს, რომ აი мама ეს როგორ ის როგორ და ნუ რა თქმა უნდა ხა იმასაც არა აქვს ბევრ ამაზე პასუხი, მაგრამ იმას აქვს ცოტა სხვანაირი აღქმა და სხვაჩვე ძალიან საინტერესო ის არის, როგორც ხვდები ამ ხელოვნურ ინტელექტს ვინც ცოტა უფრო სიღრმისეულად სწავლობს, იმას გაცილებით უფრო ანტაგონისტური დამოკიდებულება აქვს ვიდრე ჩვენ რა, ანუ მოერთად ძალიან ბრაზობს იმაზე, ნუ ბრაზობს ხო ხდები, ძალიან არ მოწონს ის რასი ხშირითაც ვიყენებთ ყველანაირ კრეტინობაზე, შენასაც ამბობდი, ხელოვნურ ინტელექტს, ნუ აი ძალიან ბრაზობს მაგაზე რა და ნუ სულ იმის მტკიცებაშია, რომ ხალხო, ამაში არ უნდა ენდოთ, ესე არ მუშაობს. აი ამაში კიდე ხო, კაი, მძიმეების გასწორებაში კი ბატონო, კაი, არ არის თქვენი სასწორებელი, მაგრამ ეხა რაღაც ფილოსოფიურ კითხვებს ნუ უსმევს. აი სულ ეგეთ რაღაცებზე ხო ვეცო გითხრა ამ კურსის მომზადების დროს რეალურად მივხვდი რომ უბრალოდ კარგი ასისტენტია, მაგრამ არ იცის თემა რა. თემა არ იცის, უბრალოდ ვერ ისმის, ვერ აკავშირებს რაღაცებს რა. ვერც არც უნდა მოსთხოვ, მეგონი მოლოდინის. ხო, ეგ არის, არ უნდა მოსთხოვო რა. თუნდაც თავიდან ის ბანალური ტესტებს რო თავაზობთ სიჩქუიანის ისეთ მაგრად გადის მაგ ტესტებს რომ გონია რომ გენიოსია. მე ცოტა სიღრმეში რომ უნდა ჩახვიდეთ, მან ხვდები რომ არ არის რა. ფუჭი ცოდნა ჩდება მე რაღაცა ტიპის, რომელსაც ვერ იყენებს. ებრაული ამბანის რა კასოების რაოდენობასავით იჩდება. ძველ ებრაული ამბანის, ხო, ანუ შეიძლება რაღაცისთვის ეს შეიძლება გაინტერესებდეს, მაგრამ ცხოვრებაში ვერ გამოიყენა ვერასოდეს, კი, ესეა. იგეთი კითხვა გამიჩნდა, ხარ და თან ბოლოსკენ ფიქრობ წასვლას. ყველა წიგნი რაც წაკითხული გაქვს. იქიდან რომ მოგიწიოს ერთის არჩევა. ეხლა რო თქვა ჩამოთვალე ამბანის მიხედვით. მარტო ეგ ოფცია გაქვს, რომ მარტო ეგ ერთი კონდეს წაკითხული. რომელს აარჩევ? სულ ერთი? სულ, აი ყველა წიგნს არის, თუ იქიდან მარტო ერთის მე მგონი ამას ხელოვნური ინტელექტის დახმარება ჭირდება. აი ეგეთი არჩევანი რომ დაგიდგეს, ხო, ვერაფერი სხვა, მარტო ერთი გაქვს არჩევი. მაინც და მაინც ბიზნეს ლიტერატურა. არა, გინდა, თუ გიდა ფუტახი. ლექსების კრებული გითხარ სულ ერთი. მაინტერესებს უბრალოდ შენი თემა. ფუტახი არა. ვაუ, რთულია ძალიან. აი, ესეთი კი. 1-3-4 რომ მკითხოთ, კიდე ხა რაღაცა მოკლედ არჩევანის თემას. მკითხავთ ოღონდ სხვა ჭრილში. სხვა ჭრილში, ოკეი. გავთხოვ თუ გინდა, კაი სამზე შევჭერდეთ. არა, იყოს. იბაჭროთ? იბაჭროთ. კი ბატონო. ოკეი. მე საბოლოო ჯამში მაინც როგორ გითხრა, მიუხედავად მთელი ამ ჩემი ანალიტიკური დისაიზი თემების, რომ აი მუდმივად გადაწყვეტილებები, სადაც შეიძლება რაღაცა რთული გადაწყვეტილებები საინვესტიციო თუ არასაინვესტიციო მათემატიკა და მსგავსი მაინც აი ბავშვობიდან რა ვიცი და ყოველ წელს გადაკითხვაში ვარ ხოლმე ძალიან ისეთი მარტივი რაღაც თითქოს, მაგრამ ძალიან ცოცხალის, პატარა უფლისწულის.
გაგითხრათ. მოკლედ ყველა რატოღაც ველოდი რომ მაგას ითხოვდი, არ ვიცი რა. ყველა ენაზე მაქვს ნაყიდი, რაც რა ქვეყანაშიც კი დავდივარ. ოღონდ იმ ენაზე ვერ ვკითხულობ ამას. პროსტა ინტერესისთვის. და იქაც ბევრი რაღაცა იმპონირებს, რა თქმა უნდა, მაგრამ პირველ რიგში ეს ადამიანურობის კომპონენტი, რომ არასოდეს არ დაივიწყოს სინამდვილეში. რაც არ უნდა, მოკლედ აბჯარი შემოისხა ცხოვრებაში და დისტანციები დაიჭირო, საბოლოო ჯამში მაინც ეს მომენტი ადამიანებთან სიახლოვე უნდა კონდეს, მათ შორის ყოველთვის გაითვალისწინე ადამიანი შენ გადაწყვეტილებებში რა. ესე უყურებ ამას. თუ არა ბიზნესზე ვარ, ეგ არის. ბეიგ მინდოდა. თუ არა ბიზნესზე ვარ, ეგ არის რა. მაშინ ეხა გვირჩიე ბიზნესზე რა არა მხატვრული ლიტერატურის რამოდენიმე წიგნი 3-5. ოკეი. კი. თავის დროზე ძალიან დიდი მოახდინა ჩემზე გავლენა ჯიმ კოლინზმა, ანუ Good to Great-მა, იმიტომ რომ იდეაში აი კაია რომ იმიტომ მოაყოლე, ეგეც მაინტერესებს რა რატო. იმიტომ რომ იდეაში გამოწვევა სწორედ ეგ გქონდა. ხო, აი ესე უყურებდი რომ უნდა გავხდარიყავი უცებ რაღაცა ძალიან დიდი ნახტომი მქონდა. ჩემ შესაძლებლობებში, გამოწვევებში და კარგი ორგანიზაცია უფრო კარგად გამეხადა და მოკლედ აი ვეძებდი რაღაცა რჩევებს, იდეებს და ერთმა ადამიანმა ეს მირჩია და პირდაპირ მოკლედ ამას რომ დავიწყე კითხვა, მივხვდი რომ ვაუ, ზუსტად ის არის რაც სჭირდება და დღემდე ბევრი კიდე რაღაცას ვიყენებ. ეს მერე იყო დრუკერის effective executive, ესეთი რაღაცა საკმაოდ დიდი ხნის ძველია, ხო, მაგას ვიცი. საკმაოდ დიდი ხნის წინ გამოცემული წიგნია და შეიძლება რაღაცა იქიდან არც ხელოვნური ინტელექტი იყო მერჩა მაშინ და არც არაფერი, მაგრამ ძალიან კარგად ანიშნებს იმაზე თუ რითი უნდა იყოს დაკავებული რეალურად ადამიანი, რომელიც გადაწყვეტილებებს იღებს, მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს და გუნდს მართავს. ესე დროს და რაზე უნდა ფიქრობდე, რაში არ უნდა ჩავარდე. ეს იყო 2. მესამე არის არაა ბიზნესი. არის ავრელიუსის მედიტაციები, იმიტომ რომ ისეთია, რა თქმა უნდა, მართალია ძალიან რთული ენით არის დაწერილი მაშინდელით და აი როგორღაც ისეთი რომ ადაპტირებული იმითი უნდა იკითხო და კაი ხანი გვერდი უნდა გაიაზრო ჯერ სანამ შემდეგზე გადახვალ, მაგრამ გამიწევს სერიოზულად ცხოვრებაში და შენ ეგ ინგლისურად გაქვს აკითხული? აი ანუ ან რუსულად, ან ინგლისურად, ქართულად ქართულად არა მაქვს, ქართულად არა. ხო, შენც ინგლისურად გაქვს ეგ ნაწვალები, ნაწვალები, ხო, თავის დროზე რუსულად, მე ინგლისურად. ქართულად არ მაქვს. არის ქართული თარგმანი, მაგის თქმა მინდა, არის ძალიან ჩემი აზრით, რასაც მიყვებით თქვენ სირთულეებზე ენის კუთხით, ჩემი აზრით საკმაოდ კარგი ნათარგმნი, რომელიც მაჩუკა მურთაზმა. ხო და მათხოვე და წავა. ხო, და მურთაზმა გამომხედა და შენ ეს დაგჭირდებაო და მაჩუკა ქართული ნათარგმნი. აუცილებლად ძალიან მინდა. ხო, ანუ მე მის თქმა რომ ასეთი შემაშინებელი არ იყო და მაგითო. არა, შემაშინებელი არ არის, უბრალოდ ანუ მოდი ესე ვთქვათ რა, ცოტა მაშინდელი წერის მანერა იყო. ხო, რა თქმა უნდა. ბევრი სიტყვა. შეიძლება ცოტა უფრო მოკლე დღეს მივეჩვიეთ უფრო ლაკონურად რაღაცების აზრების გადმოცემას. მაშინ ეს არ იყო, ანუ ძალიან ბევრი უნდა აეხსნა, ძალიან ბევრი სიტყვით და ასე შემდეგ და პრინციპში რო კითხულობ ხა მე-19 საუკუნის ჩათვლით ლიტერატურას, იქაც იგივე არის, ხო, ანუ რაღაცა პეიზაჟის აღწერა შეიძლება იყოს 10 გვერდი, მაშინ როცა დღეს ამას რაღაცა ნახევარწუთში არის. კარგი წერად ითვლებოდა რა. კი, კარგი წერად ითვლებოდა, ბევრი ასე რომ ვთქვათ, ხო. და მაგას უფრო ვიყენებ იმისათვის, რომ სირთულეები ცხოვრებაში რაც მოდის, დაწყებული რა ვიცი, ბიზნესით დამთავრებული, პირადით დამთავრებული რა ვიცი, გარემოთი და ასე შემდეგ, ამას გავუმკლავდე რა, ისე რომ შვიდად. ზედმეტი დრამის გარეშე. ხო? ვაშა სტოიციზმს. კი ბატონო. ხო, აი ეგ რა და ეხმარება ძალიან ბევრ რაღაცაში, რომ ემოციებიც ესე დროს გავწიო უკან და ვიფიქრო სხვანაირად. მარკუსი კაი. მაგარი მე ესეთი შენი რჩევები თუ არ პირე ხوار ქონდა რამე. ხო, მე
არა, ეგ ის ერთი ხო გითხარით, ის რავი, მე მგონი რომ ადამიანობის ბიბლიაა, მოდი ესე ვთქვათ რა, თან უნივერსალური. და ეს სამი არის ჩემი პირად. მე ძალიან კმაყოფილი ვარ შენ რჩევებით, უბრალოდ ჩემი თანხwebdriverით შენ რჩევებთან. ნუ აი დრაკერი არ მაქვს წაკითხული მარტივი ძალიან უცნაური რამე დამემართა ზოგადად დრაკერზე ცხოვრებაში რა. ეხლა რო ვფიქრობ, მაგარი უცნაურობა. ანუ რაღაცნაირად ბიზნეს ლიტერატურა ხო, ნუ სხვადასხვას ვერ აღმოაჩენ, ეგეთი განცდა მაქვს რა. ანუ სხვადასხვას ვერ აღმოაჩენ, ყველანი რაღაცნაირად ვიხარშებით ასე თუ ისე ერთ ქვაბში ავტორების რა და მათ შორის არის დრაკერი ერთ-ერთი, რა ვიცი, ლიდერი ამ ქვაბში და როგორ მოხდა გაუგებარია, რომ რაღაც 6 თვის წინ წავიკითხე პირველად დრაკერი. აი გაუგებარია, როგორ მოვახერხე საერთოდ ეგ და ისეთ მდგომარეობაში აღმოჩნდი, რომ ნახე ამდენი წიგნი აქვს ამ ადამიანს დაწერილი, ეწერა კიდევაც, რომ ბოლო წიგნი ჯობია რომ წაიკითხოთ, იმიტომ რომ იდეებს ახალს ეხა კი არ ამბობსო, მაგრამ ყველაზე მეტად ასე ვთქვათ, თქვენთან კავშირს ამ წიგნიდან უფრო დაიჭერდო, ვიდრე ეხა რომ წაიკითხოთ 50-იან წლებში და 60-იანებში დაწერილი, შეიძლება იდეურად ბევრად უფრო დიდი ბესტსელერიო რა. კი. არაფერი გასაკვირი მაგაში არ არის. დღეს, რასაც ძალიან ბევრი ბიზნეს ლიტერატურა ეხა ჩვენ ვიცით, უფრო მეტი მარკეტინგი აქვს მას იმ წლებთან შედარებით, როცა შეიძლება ასე რომ ვთქვათ, მოდი ეხლა ვთქვათ რა, ბევრი რაღაცას ეძახიან ბესტსელერს, უბრალოდ იმიტომ რომ მარკეტინგულად აწყობთ, რომ ბესტსელერი დაარქვან და ნუ შენც ეხლა ფიქრობ რა, ვიყიდო ეს, არ ვიყიდო ეს, მაგრამ ეს მოქმედებს, ეს ჰაიპი ჩდება. და ის მაინც სხვა არის რა, მოდი ესე ვთქვათ. უფრო დაფიქრებული არ ვიტყვი ახლა ავრელიუსივით რთულად წერს თქო არანაირად, მარტივად წერს ძალიან, კარგად წერს ძალიან, მაგრამ დაფიქრებულად და სიღრმეებში ჩასვლით და ეგ არის ნიშნული. შვენიერი ამ ბესტსელერზე, ხო, შვენიერი, მაგრამ აიც ვიტყვი და დავასრულოთ ბესტსელერზე, რატო ეწერა ბესტსელერები და რანაირად შეიძლება რომ ყველაფერს ამ ქვეყანაზე რასაც ხედავდი ბესტსელერი წერებოდა, მაგ ჩემ და უნებურად შემთხვევით გავიგე, როგორ ხდება მაგ სტატუსის მინიჭება რა. თურმე ნებისმიერ ჭრილში თუ რამე გაიყიდა რაღაცა ოდენობა, შენ შეგვიძლია დააწერო, რომ ბესტსელერია და იქ ქვემოთ თუ აწერია, რომ მაგალითად არის New York Times-ის ბესტსელერი, ეგ უბრალოდ გეუბნება იმას, რომ New York Times-ის კითხველებისთვის რომელი ხაცაკვლევით, კაცმა იცის რომელი კვლევით, აი ეს არის ყველაზე პოპულარული წიგნი და მან მივხვდი, რომ სულ ყველა უყურებ. მე ამ იმას ეპოლეტებს ბესტსელერის ცოტა სხვა რამეს უნდა შევხედო და აი დღეს ვსაუბრობდით ზუსტად. ეხლა ვსაუბრობდით, ძალიან მნიშვნელოვანია, მე რასაც დავაკვირდი, სხვების გამოხმაურება წიგნთან დაკავშირებით მაგაზე, აი უდაოდ ძალიან მაგარი რაღაცა. ძალიან დიდი მადლობა. უღრმესი მადლობა. პირიქით.